როგორ მოხდა ამ დოკუმენტების მიკვლევა? თითქმის იმისი 30% არ გაასაჯაროა BBC-მ, რაც აქვთ. ქართულმა ოცნებამ ამ ფილმის არსებობის შესახებ იცოდა თითქმის 1 თვით ადრე. ანუ აღიარებითი ჩვენება აქვს. მთელი 1 თვით ადრე დაიწყეს ასე ვთქვათ, ამ შავი რაღაცების გასუფთავება. მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გაიტანეს ამ საქმეს ხანდაზმულობა არ გააჩნია. 2 დეკემბერს სასწრაფო წესით რუხაძე მიფრინავს ლონდონში. და რუხაძის ჩამოსვლის შემდგომ იძახია, რომ BBC-ს აღარ უნდა უჩივლოთ. ხო, ამ კითხვაზე გავცეთ ერთხელ და საბოლოოდ პასუხი. კიდევ უარესი არის მომხდარი, რომ ნაყიდი აქვთ საიდუმლო ბრძანებით. ხალხი დაიწამლა სექტემბერში ბაზებზე. რო გადავაზუსტეთ თანამშრომელის გვარებით, ეს თანამშრომლები, მათი სამეცნიერო ჩანაწერები ყველაფერი გააქრეს. მაგრამ ქონდა თუ არა ეს კადრები თქვენ? მეტი რა წითელი ხაზები უნდა არსებობდეს. დადგმული სპექტაკლი ეს ყველაფერი არის ბლეფი. ჩემს წინააღმდეგ გამოძიება რაზე დაიწყეს? შენი პოდკასტი აქვს აღებული დაჭრილი. რა მოხდა 4 ოქტომბერს? ანუ რა ეჭვები გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით? ვერც პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანება შედგა, ვერც საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება შედგა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს მაგალითად, რომელიც აიძულებდა რეჟიმს რა დათმობაზე წამოსულიყო? ჩემი აზრით, კონკრეტული ადამიანები იყვნენ ქართულ ოცნებასთან შესული კოლაბორაციაში და უნდა თქვას პაატა ბურჭულაძემ, უნდა თქვას მურთაზოდელავამ და იმ ადამიანებმა რა. მე მგონია, რომ ლევანი რო ყოფილიყო გარეთ, ესეთი რაღაცა არ მოხდებოდა ლევანი. და რა არ მოხდა? ამ დროს შემოვიდა ზარი იმასთან, რა ქვია, ბედოიძესთან, რომელიც პირდაპირ ესაუბრებოდა ჯაღმაიძეს. საპატრიარქოს პრეს-მდივანმა. ანუ თავის თავზე იღებს ჯაღმაიძე, რომ არ მოხდება არანაირი დაპირისპირება, არ მოხდება ამ ადამიანების დარბევა და რავი, არ ვიცი მეტი რა უნდა მოხდეს. ცა ორად არ გაიხსენება და მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, გადაცემა აქცენტები, მე ეკაკვესიტაძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი შაიშმელაშვილი. შაიშმელაშვილი არის ერთ-ერთი რესპონდენტი BBC-ს დოკუმენტური ფილმის, ამიტომ ამ ფილმის გასვლის შემდეგ დაუკავშირდი მას და ინტერვიუზე შევთანხმდით, მით უმეტეს, რომ მასთან კითხვები არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ამ 4 ოქტომბრის შემდეგ არ მოგცემია საშუალება, რომ ირაკლისთან დიდი ინტერვიუ ჩაგვეწერა. ასე რომ დღეს ვილაპარაკებთ ბევრ თემაზე, ბევრ საინტერესო თემაზე, პირველ რიგში რასაკვირველია დავიწყებთ BBC-ს დოკუმენტური ფილმით. ირაკლი, მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმები, ეკა, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მოკლედ, ხო, ვილაპარაკებ ჩვენ აუცილებლად 4 ოქტომბერზე, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ბევრი კითხულობდა, სად არის ინტერვიუებს რატომ არ იძლევა და დღეს გვექნება საშუალება ამ თემაზეც ვისაუბროთ ფართოდ, მაგრამ მანამდე რასაკვირველია, ჩვენი მთავარი თემა არის BBC-ს ფილმი, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტი ხართ თქვენც და შერგელაშვილმა საინტერესო დეტალები მოყვა ფილმის გადაღების პროცესზე, მათ შორის იმაზე, რომ ყველა რესპონდენტს ჰქონდა პირობა მიცემული BBC-სთვის, რომ ისინი არ ისაუბრებდნენ ამ გადაღებებზე, რომ ასეთი ფილმი მზადდებოდა. მოდით თქვენი გამოცდილებას გაგვიზიარეთ და შემდეგ გავაგრძელოთ ეს თემა. ნამდვილად იყო ესეთი შეთანხმება BBC-სთან, რომ ასე ვთქვათ, BBC-ს ასე ვთქვათ, ამ ფილმთან დაკავშირებით ზოგადად ფილმი რო კეთდებოდა და მით უფრო დეტალებზე სანამ ფილმი არ ჩაეშვებოდა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა, მანამდე ეს ინფორმაცია არსად არ უნდა გვეთქვა. BBC-მ თითქმის 11 თვე იმუშავა ამ ფილმთან დაკავშირებით და თავიდან აბსოლუტურად სხვა შინაარსი, სხვა მოტივებზე უნდათ რომ აეწყოთ ეს ფილმი. ძირითადად იყო ფილმის ჩანაფიქრი იმ პროტესტზე, რომელიც საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. თუმცა ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, რესპონდენტი გამოკითხა, როგორც ვიცი, BBC-მ საქართველოში. აქაც ორჯერ იყვნენ ჩემთან ჩამოსულები. და ამ ასე ვთქვათ, ფილმის გადაღების პროცესში თუ არ ვცდები, ეს იყო ალბათ ივნისის ბოლო თუ ივლისი, მიაგნეს რაღაც მიკვლევას, ანუ ამ ქიმიკატებთან დაკავშირებით. და მე თვისობრივად შეიცვალა საერთოდ
ასე ვთქვათ, ამ ფილმის შინაარსის და ამ ფილმის სტრუქტურაც. ხომ არ იცით როგორ მოხდა ამ დოკუმენტების მიკვლევა, რომელმაც შემდეგ ეს ფილმის მიმართულება შეცვალა? ან თქვენთვის რა არის ცნობილი? იცით რა არის ეკა, მე ზოგადად ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მე არასდროს არ მქონდა შეხება აი ამ წყლის ჭავლის მანქანებთან, ამ ქიმიურ საშუალებებთან, ამ სპეციალურ საშუალებებთან მე წარმოდგენა არ მქონდა. თუმცა, როდესაც ამათმა გამოკითხეს ადამიანები, ხო და ჩაატარეს ეგრეთ წოდებული კვლევა და გამოძიება, გარკვეული მიგნებებზე გავიდნენ, რომ ეჭვი ჰქონდათ, რომ გამოყენებული შესაძლოა ყოფილიყო რაღაც გარკვეული აკრძალული ნივთიერება. და ნუ მერე დაიწყეს ბუნებრივია ძებნა იმ ადამიანების, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კომპეტენტური ამ საკითხში თვითონ სისტემიდან. მათ შორის ლაშა შერგელაშვილიც BBC-სთან ასე ვთქვათ მე დავაკავშირე და მივეცი კონტაქტები და ლაშასთან გავიდნენ და ლაშამ ძალიან ამომწურავად და ამაზე თვითონ ფილმშიც და არაერთგზის ისაუბრა ამას რო არ შევეხოთ. ამის გარდა როგორც ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი გამოკითხეს, თუმცა ეს ფილმშიც ითქვა იმ ადამიანებმა როგორც ვიცი, უარი განაცხადეს მათი, ასე ვთქვათ, ვინაობის განხილისაგან. მათ შორის საქართველოში მათ შორის იმასაც დავამატებ, რომ ლაშამაც იგივე თქვა ინტერვიუში შერგელაშვილმაც, რომ მითხრესო, რომ კიდევ ერთხელ კარგად მოიფიქრე, გინდა თუ არა რომ გამოჩნდე ამ ფილმში, იმიტომ რომ ამის შემდეგ შეგექმნება პრობლემა. შესაბამისად, როდესაც ისინი სხვა წყაროებზე საუბრობენ, ვარაუდი გვაქვს, რომ ამ წყაროებმა, ამ ადამიანებმა რომელმაც სავარაუდოდ მიაწოდეს დოკუმენტები მათ შორის უარი თქვეს ფილმში გამოჩენაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და ფილმის მთავარი გმირი გელა ხასაია დაიჭირეს ძალიან მალე აბსოლუტურად წარმოუდგენელი ბრალდებით, რო თითქოს ვიღაცა ცემა, 2 თუ 3 კაცი ცემა გელამ, რომლებიც თავის მხრივ თავს დაესხნენ. და გელა იყო ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, კი. BBC-ს რესპონდენტები მე როგორც ვიცი გარკვეული ნაწილი საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც არ ჩანან ფილმში და აგრეთვე საზღვარგარეთ. თუმცა მაინც უარი განაცხადეს იმ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, მათი ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან. და ამისი ეს ასე ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს გადაწყვეტილება მიიღეს, მე აბსოლუტურად მესმის. ეს არ ესმის უბრალოდ სამწუხაროდ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომ რატო არ გამოდიან ესე საჯაროდ და ღიად, იმიტომ რომ ვინც გამოვიდა საჯაროდ, ყველა მივიხილეთ, რამხელა ბულინგი, რამხელა ზეწოლა, როგორი გამოძიებები, მათ შორის ლაშას შემთხვევაშიც უბრალოდ სასაცილოა, ხო? ანუ ეხლა აბრალებენ მაგბიც, რომ თითქოს რაღაცა აფეთქება უნდოდა და რაღაცა ასაფეთქებელი ნივთიერებები და უკრაინასთან დაკავშირება და უკრაინის გაშავება და ბუნებრივია რისკები ჩვენ ვიაზრებთ ამ რისკებს და არათუ ვიაზრებთ ჩვენ რეალობაში ამ რისკებით ცხოვრობთ. და ეს ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი ცხოვრებისეული ტვირთი არის. გარედან რაღაც სხვანაირად ჩანს ეს რისკები, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის და სინამდვილეში ესე არა. ხო, ოდნავ მოგვიანებით შევეხოთ მაგასაც, იმიტომ რომ გარკვეული ბულინგის მსხვერპლი თქვენც გახდით და უნდობლობა თქვენთან დაკავშირებითაც არსებობს, მოკლედ ერთის მხრივ უნდობლობა არსებობს, მეორეს მხრივ უკვე პატიმრობა გაქვთ მოსჯილი დაუსწრებლად. ოდნავ მოგვიანებით შევეხოთ ამ თემას, BBC-ს რომ დავუბრუნდეთ, ხო, აი ანუ ფილმის კეთების პროცესი იყო უკიდურესად გასაიდუმლოებული. მათ შორის როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, რესპონდენტებსაც ჰქონდათ ვალდებულება, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გაემჟღავნებინათ. აი რატო იყო ეს ფილმი ასე ფილმის კეთების პროცესი? რას ფიქრობთ? ანუ თვითონ BBC-ს დამოკიდებულება რა იყო? BBC-ის мотиваცია რა იყო? ამ შემთხვევაში მე შემიძლია ჩემი ვარაუდი გამოთქვა და არა BBC-ს პოზიცია, იმიტომ რომ არ ვიცი რეალურად BBC-მ რატომ მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა BBC მოიპოვა ძალიან ესეთი მტკიცე ევიდენსი, მტკიცებულებები, ძალიან მყარი მტკიცებულებები
მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა სამზარეულოდან, რაზე დაყრდნობითაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფილმი მთლიანად ამ მიმართულებით აეწყოთ. ანუ აქ საუბრობ, იმიტომ რომ საუბარში აქვთ ნათქვამი მათ, რომ მტკიცებით ფორმაში იძახდნენ კონკრეტულ საკითხებს, რომ ეს ქონდათ. ამიტომ იყო პირველ რიგში ეს ძალიან დოკუმენტები, ფოტოსურათები, აი რაც დაუშვათ, მე მაქვს ესეთი მოლოდინი, რომ თითქმის იმის 30% არ გაასაჯაროა BBC-მ, რაც აქვთ. აი ეს ერთი დოკუმენტი. ალბათ იმიტომ რომ საკმარისი არ არის რაც გაასაჯაროა ეგ რაც გამოვიდა ფილმში და რაც ითქვა და რაც ასე თქვა დაიდო ის სრულიად საკმარისია ჩემი აზრით იმისთვის რომ ხო მაგრამ თუ სხვა დოკუმენტებიც იქნებოდა ეს ფილმს არ დააზარალებდა ამის თქმა მინდა მაგრამ არ ვიცი ეს ჩემი მოსაზრება არის ალბათ მისი პრაქტიკიდან გამომდინარე სიტყვაზე ეს რომ გადასულიყო სამართლებრივ დავაში მე სასამართლოში წარადგენდა ამ ყველა მასალას და მტკიცებულებას. არ ვიცი, ეს ჩემი აზრი არის, თუმცა მე ვერ ვერკვევი ჟურნალისტიკაში და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა საკითხი არის ის, რომ ანუ BBC-მ ჩაატარა ასე თქვათ მასშტაბური გამოძიება, ანუ აქ არ იყო კონკრეტული ერთი ადამიანის მონათხრობზე ან ერთი ადამიანის საუბარზე, ანუ კვლევები გააკეთა, გადიოდა კონსულტაციებს, ეს ფილმში ძალიან კარგად აჩანს, აი ეს თანმიმდევრულად როგორ მივიდნენ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ანუ ის კამიტი, რასაც მე დღეს ქართული ოცნება აპელირებს, ხო? ანუ ფილმში საერთოდ არ არის საუბარი მტკიცებით ფორმაში, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ქიმიური ნაერთი სახელად კამიტი. აქ არის საუბარი, რომ გამოიყენა რაღაც ისეთი აგენტი ამ კონკრეტული კოდების ქვეშ, რომელიც შესაძლოა იყოს აი ეს კამიტი. ამას მე მოყვა ოცნების მხრიდან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გაურკვევლობა, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი. ქართულმა ოცნებამ ამ ფილმის არსებობის შესახებ იცოდა თითქმის ერთი თვით ადრე. ანუ BBC-მ მიწერა. ანუ მე მაგალითად მითხრეს, რომ აი მივწერეთ ახლა მთავრობის ადმინისტრაციას, მივწერეთ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს. და ვაცნობეთ, რომ ჩვენ გვაქვს მომზადებული ესეთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეეხება ამ საკითხს და თუ თქვენ გაქვთ რაღაცა არგუმენტები, კონტრარგუმენტები, რომლითაც გააბათილებთ თქვენ ამ თქვენს წინააღმდეგ არის ესეთი ბრალდებები, ანუ მათი პოლიტიკა არის ესეთი, რომ დაუშვათ ან არ გამოვიტანდნენ ამ ფილმს, ან რაღაცას დააკორექტირებდნენ, ან რაღაცას არ იტყოდნენ. როგორც ვიცი, ქართულმა ოცნებამ საერთოდ არ მეგონი არაფერი არ უპასუხა. თუ უპასუხა ძალიან ზოგადი ხასიათის, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეცოდინებათ, რომ ფილმი კეთდებოდა, ხო? უნებრივია, ეცოდინებოდათ ფილმი კეთდებოდა. ეხლა საქართველოს ბევრჯერ მithქვამს ძალიან პატარა ქვეყანაა და ძალიან ვიწრო კავშირების და დარწმუნებული ვარ გამოსული იქნება ინფორმაციები როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციისგან ისე ტელევიზიებიდან განსაკუთრებით იმედს გულისხმობ იყო ძალიან დიდი ფორიაქი ამ ერთი თვის განმავლობაში არ იცოდნენ რა ქონდათ BBC-ს არ იცოდნენ რას გამოიტანდა BBC ასე თქვათ ეკრანებზე 1 დეკემბერს და მაქსიმალურად ანუ ამათმა მთელი ერთი თვით ადრე დაიწყეს ასე თქვათ ამ შავი რაღაცების გასუფთავება. მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გაიტანეს ყველა ის ქიმიური აგენტი, რაც მანამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ინახებოდა. მათ შორის ის რაც ახლა გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 200 ლიტრიანი კასრის ფოტო, ხო? ანუ ის კი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, მაგრამ მაგ კასრს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება ჰქონდა. ეს ის საშუალება არ არის, რასაც BBC საუბრობს. ეს არის მიზანმიმართულად მოსახლეობის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. და მიუხედავად ამისა, რომ ერთი თვით ადრე იცოდნენ, რომ ესეთი მსგავსი შინაარსის ფილმი გამოვიდოდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ დაბნეულობა მთლიანად ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებში და ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები. დაწყებული პრემიერიდან ჯერ აბსოლუტურად სხვა რაღაცა თქვა, მერე აღიარა, მერე უარყო, მერე ისევ აღიარა, გომელაურის განცხადება, მოქმედი მინისტრის გეკას განცხადება და ასე შემდეგ.
და ამაზე ძალიან ბევრი რესურსი დახარჯეს პროპაგანდაზე. ვიღაცას ედვა აღმახსოვს, ამონაწერი იყო ის ამ 11 დღის განმავლობაში დაიხარჯა დაახლოებით 9 დღეში უფრო სწორად, უფრო ადრე დაიხარჯა $21,000-ზე მეტი პოსტივი ქართული ოცნება, პოსტივი ნიუსი, ტივი მედი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, რუსთავი, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდობის სამინისტრო და ივანიშვილი for Georgia, ესეთი ყოფილა, ესეთი გვერდიც არსებობს. ივანიშვილის ერთ-ერთი ოფიციალური გვერდი და $21,000 9 დღეში არის დაფარული პროპაგანდაში იმისათვის, რომ ეს თემა გადაიფაროს. მაგრამ ეს თემა ვერ გადაიფარება, ხა როგორც თქვი, ერთ მესიჯზე ვერ შეჯერდნენ, განსხვავებული ვერსიები ითქვა. ეს შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ ზოგადად ეს პროპაგანდის მთავარი მიზანი არის დაბნეულობა და ქაოსის შემოტანა, იმიტომ რომ ადამიანები რომელიღაც ერთ ვერსიას გამოიკედებიან, იმის სიღრმეებში ჩადიან და ამიტომ ეს შეიძლება უფრო მეტად პროპაგანდის ხერხს დავაბრალოთ, ვიდრე დაბნეულობას ჩემი აზრით. თუმცა აქ ამ განცხადებებში იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მნიშვნელოვანი განცხადება კობახიძის აღიარებითი ჩვენება, რომ მან თქვა, რომ UN 34-39-ის კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება არის გამოყენებული და ეს დაადასტურა, რომ არის გარეული ეს წყლის ჭავლში და ეს ყველა ეს ნივთიერება არის უკიდურესად ტოქსიკური და არც ერთი მათგანის გამოყენება არ შეიძლება დემონსტრატების წინააღმდეგ. ანუ აღიარებითი ჩვენება აქვს. კეთილი. აქ კიდევ ერთი დეტალი არის და იქ გავყვეთ ეკა ჩემ მოსაზრებას. ესე იგი, პირველში კობახიძემ განაცხადა, რომ უნდა უჩივლოს BBC-ს და მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც ამაზე აპელირებდნენ. 2 დეკემბერს სასწრაფო წესით რუხაძე მიფრინავს ლონდონში. და რუხაძის ჩამოსვლის შემდგომ იძახია, რომ BBC-ს აღარ უნდა უჩივლოთ. ანუ თუ არაფერი არ აქვს გამოყენებული პირველი, თუ აბსოლუტურად უდანაშაულები არიან, თუ სუფთა ადამიანები და ასე ვთქვათ, სუფთა წარსული აქვს ამ ნაწილში, მაშინ რატომ არ შეაქვს არჩელი, ასე ვთქვათ, BBC-ს წინააღმდეგ და 5 დღეში როგორ ჩაატარა გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მაშინ როცა უნდა დაეკითხათ მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, მთავარი სამმართველოს უფროსების მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, განყოფილების უფროსები, ესე იგი სპეციალური განყოფილება, რომელიც არსებობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ეს ტომას ეგრეთ წოდებული წყლის ჭავლის მანქანის ყველა ეკიპაჟი, მათ შორის ლოჯისტიკის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ამ ნივთიერებების შენახვაზე, მიღებაზე, ჩამოწერაზე, ანუ 5 დღეში მოახერხეს ამდენი ადამიანის გამოკითხვა, 5 დღეში მოახერხეს ამ ნივთიერებების ამოღება, გადაგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ ეს არ არის მომწავლელი ნივთიერება. ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი, ეს ყველაფერი არის ბლეფი. ეს ყველაფერი არის ამისი დაკნინების მცდელობა და მერე აპელირება 4-5 დეკემბერზე და აპელირება კამიტზე. აქ არის მნიშვნელოვანი ერთი დეტალი საზოგადოებისთვის, რომ არანაირ კამიტზე აპელირება არ უნდა მოხდეს, რომ ამიტი რო იყო გამოყენებული, ამას BBC-ც არ იძახის. BBC ამას ვარაუდობს. ანუ კამიტი იყო გამოყენებული თუ რომელიმე სხვა ქიმიური აგენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ ხელთ არსებული ის ქიმიური ნივთიერებების სინჯები უნდა აეღო და საჯაროდ ჩაეტარებინა კვლევა, ან მიეცა შესაძლებლობა დაუშვა დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის მათაც ჩაეტარებინათ კვლევა და მათ დაედგინათ რეალურად რა იყო. მაგრამ ესეც რომ არ იყოს 28 ნოემბრიდან, აი ხო იძახიან 4-5 დეკემბერი. 4-5 დეკემბერი ყველაზე მშვიდობიანი აქციები იყო, საერთოდ მე როგორც ვიცი, მაგ დროს არანაირი დარბევები და საერთოდ არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლის მანქანა და ვით უფრო ქიმია, ასე ვთქვათ, გაზი, რომელსაც თოფიდან ისროდნენ. აქ კიდევ უარესი არის მომხდარი, რომ
დარღვეულია თანაზომიერების და პროპორციულობის პრინციპი. ანუ გამოყენებულია იმაზე მეტი რაოდენობით, ასე ვთქვათ, გაზის კაფსულა, თოფიდან გასროლილი გაზის კაფსულა და გამოყენებულია წყლის ჭაოში შერეული ქიმიური ნაერთი. აი თქვენ ერთია რიგითი ადამიანი, რომელიც იმყოფებოდით აქციაზე და სუნთქავდით ამ გაზს და პარალელურად მოგესხათ წყალი, რომელშიც იყო ეს ქიმიური ნივთიერება გარეული. ეს შესაძლოა იმაზე მეტად დამაზიანებელი და იმაზე მეტად მომწამლელი აღმოჩნდეს, ვიდრე რომელიმე ერთი ქიმიური ნაერთი და ერთი ქიმიური ნივთიერება პირობითად კამიტი, ან ნებისმიერი სხვა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აი მე რო წამოვედი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მაგას ვიძახდი ყოველთვის, რომ ანუ როცა საუბარი მქონდა კიდე ერთხელ დაგვიდასტურ, აი ესა დაგვი კონკრეტეთ ირაკლი როდის წამოხვედით, ეს მნიშვნელოვანია, მე შეიძლება დაგჭირდეს ან ადამიანებს სჭირდება კიდევ ერთხელ გაიგონ როდის წამოხვედით თქვენ. მე ოფიციალურად ეკა წამოვედი 2024 წლის 4 ოქტომბერს, ისა 4 დეკემბერს, თუმცა პატაკი დამაწერინეს, პატაკის დაწერაზე ნებართვა მომცეს 3 დეკემბერს და ხელმძღვანელობასთან მე შევედი 30 სექტემბერს და უთხარი რომ უნდა წავიდეს თანამდებობიდან, რომ ეს პროცედურად გაიწელა, ხო, ანუ სანამ შეათანხმეს, სანამ ხელმძღვანელმა თანხმობა მომცა და მოკლედ ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს დავიმახსოვრე, რომ შემდეგ დაგჭირდება და რო გავაგრძელოთ ის თემა, კი ბატონო. ხო, ანუ რო ავიღოთ ახლა აი ორი ბრძანება, რომლითაც მოქმედებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის 10.02 და ეს არის 10.06 ბრძანება. იქაც კი წერია, რომ უნდა იქნეს გამოყენებული და დაცული თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ანუ ეს არ შეასრულა და არ დაიცვა. აი რას ვიძახით? პირობითად ნებისმიერი ერთი მედიკამენტი, რომელიც ენიშნება კონკრეტულ ადამიანს ავადმყოფობის დროს, ხო? ანუ ექიმი უწევს მითითებას, რომ ამდენ მილიგრამიანი მიიღე დღეში ერთხელ, ან დღეში ორჯერ. ის მედიკამენტს თუ ჩვენ მივიღებთ, მაგალითად 8 აპს ან 9 აპს, პირიქით უარყოფითად იმოქმედებს ჩვენზე. ანუ იმ პერიოდში იმდენი ფატალური შედეგი არ დადგა. რა თქმა უნდა და პირველივე დღეს, აი პირველივე, ასე ვთქვათ, პირველივე სატელევიზიო ჩარტო როცა მქონდა ნოდარ მელაძესთან, მაშინ azt ვთქვი, რომ იმ რაოდენობის გაზი იქნა გამოყენებული, რომ ჭონქაძის ქუჩაზე იდგა ყვამლი. ანუ რუსთაველის პარალელური მე-6 თუ მე-5 ქუჩა არის ჭონქაძე, ხო? სანაპიროზე ჩადიოდა. ანუ როგორ დაარეგულირა ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო? ძალიან ბევრი ხარვეზებით აქვთ მათ ბრძანებები და ბევრი რამე დელეგირებული და გაწერილი არ აქვს. თუმცა რაც აქვთ მოქმედი ბრძანებები, იმ ბრძანებებში რაც უწერიათ, ისინიც კი არ შეასრულეს და ისინიც კი დაარღვიეს. საერთოდ რომ BBC-ს არანაირი ფილმი არ გადაიღო, საერთოდ რომ მსგავსი მიგნებები BBC-ს არ გაეკეთებინა. თავის დროზე, როცა მე ამაზე ვსაუბრობდი, ამას რომ ვინმეს ამას სერიოზულად მიდგომოდა და ესაკითხი თავის დროზე, თქვენ საზოგადოებას გამოგეძიებინათ. ესეც კი დანაშაული არის და ესეც კი სამართლებრივი საფუძველია თქვენთვის უჩივლოთ ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში ქართულ ოცნებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის მიმართ. ხო, და კიდე აქ გავიხსენებ, რომ 2 დღის წინ სტრასბურგის სასამართლოს უმაღლესმა პალატამ, ზედა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება და რეჟიმა პირწმინდად წააგო და თუ მით უმეტეს ქიმიური იარაღით მოწამვლაზე ვისაუბრებთ, ეს ამ საქმეს ხანდაზმულობა არ გააჩნია, არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული, უკვე კაცობრიობის წიანში ჩადენილი დანაშაულის რანგში გადის ეს დანაშაული და შესაბამისად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ვიხილეთ გავრილოვის ღამეზე მიღებული გადაწყვეტილება, ასეთივე ტიპის გადაწყვეტილებას ვიხილავთ ჩვენ არა მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, არამედ ჰააგის მხრიდანაც. არ ვიცი რის გამო წავიდა ამ შემთხვევაში ირაკლი რუხაძე ლონდონში, სავარაუდოდ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასთან დაკავშირებით წავიდა. BBC-ს ფილმის გამოსვლის შემდეგ მესამე დღეს ლორდთა პალატაში იყო გამოსვლები, სადაც მოითხოვდნენ დეპუტატები დასანქცირებას ივანიშვილის, იმიტომ რომ ეს არის ერთი ძალიან მძიმეწონიანი არგუმენტი, რომ კონკრეტული პირების დასანქცირება მოითხოვო და ეს სანქციები ძალიან მძიმედ აწევს ეს მოლოდინი ამ სანქციების ივანიშვილს, იმიტომ რომ სანქციების შემთხვევაში ბრიტანეთის იურისდიქცია ვრცელდება მათ შორის ოფშორებზეც, ვირჯინიის კუნძულები, ბერმუდა, სადაც ივანიშვილს აქვს მთელი თავისი ფულის დიდი ნაწილი განთავსებული. ირაკლი, მოდი
გადავახვიოთ ცოტა უკან და ესეთი რამე გავიხსენოთ ჩვენ წინა ინტერვიუდან, მაშინ თქვენ თქვით, რომ 2023 წელს ივანიშვილმა იმიტომ დაიხია უკან, რომ მიხვდა, რომ პოლიციას არ ქონდა შესაძლებლობა გამკლავებოდა ამხელა ტალღას, ამხელა აქციებს, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილება არ ქონია. და ამის შემდეგ დაიწყეს მომზადება. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ გარდა იმისა, რომ ხალხი დაამატეს, ეს გამოიწერეს სხვადასხვა სათვალთვალო კამერები ჩინეთიდან, ეს ჩინური ჭავლის ეს მანქანები იყიდეს, შეიძლება თუ არა, რომ ამ დროს არის შემოტანილი სწორედ ეს ქიმიური იარაღიც, იმიტომ რომ გარკვეული ინფორმაციაც არსებობს, რომ შეიძლება ეს ბელარუსმა აჩუქა. ორი ვარიანტი არის აქ. ერთი ვარიანტი არის ის, რომ ნაყიდი აქვთ და შემოტანილი აქვთ ამ პერიოდში, მაგრამ ნაყიდი აქვთ საიდუმლო ბრძანებით, ანუ გრიფირებულად აქვთ. ყველაფერი გრიფირებულად აქვთ გაკეთებული და აქვთ არის ესეთი ვარაუდი, რომ შეცვლილი აქვთ და სხვა კოდის ქვეშ აქვთ შემოტანილი. და ასევე არის, რომ საერთოდ არ აქვთ გატარებული და მათ შორის პირობითაც შეიძლება იყოს ვარაუდი, რომ შემოტანილი არის ბელარუსიდან, ან რუსეთიდან, ან ასე შემდეგ, არ ვიცი, ჩინეთიდან და საერთოდ არ აქვთ დაფიქსირებული. ანუ ის რომ ესეც დაგრიფული აქვთ, ხო? მთელი, ანუ იმ არსებული კანონების დარღვევის ფონზე ესეც კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონდარღვევა არის, იმიტომ რომ არ უნდა იყოს, ხო, დაგრიფული საიდუმლო. არ უნდა იყოს, დიახ. კი, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონში ესეთი ჩანაწერი არის, რომ არ უნდა მოხდეს ისეთი ინფორმაციების დაგრიფვა, რამაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს მოქალაქეების ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ანუ იმ გეგმებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გრიფავს და არა მარტო გეგმებში და ბრძანებებში, შესაძლოა დაგრიფული იყოს პირადი შემადგენლობის სახელობითი მონაცემები, სამოქმედო გეგმები, სახმისები, ასე შემდეგ, მაგრამ არ უნდა იყოს, არათუ დაგრიფული უნდა იყოს დეტალურად გაწერილი. რა ქიმიური აგენტები, რა ქიმიური საშუალებები, რა სპეციალური საშუალებები თავისი დასახელებებით შეიძლება იქნას გამოყენებული. მე როდესაც ეს იქნება გამოყენებული, არსებული რედაქციით 10.0 ბრძანებით ავალდებულებს პირდაპირ წერია, რომ ვალდებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდგომ გააკეთოს მოხსენება თავის ხელმძღვანელ პირზე და გააკეთოს, ასე ვთქვათ, მოკლე შეჯამება მოქალაქეების დაზიანების შესახებ. და ესეთი ჩანაწერიც არსებობს, რომ თუ მოხდება, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან მათი მოქმედებებით მოქალაქის დაზიანება, ვალდებულია ერთი მხრივ აცნობოს ხელმძღვანელ პირს და მეორე მხრივ საქმის კურსში ჩააყენოს პროკურორი. ანუ ეს ჩანაწერი რატო არის გაკეთებული, რომ არ მოხდეს სისტემური გადაცდომები, რატო იყო ეს ჩანაწერი, ხო? და აი ეს ყველაფერი ერთად, აი რო გამოვიდა ახლა მაგალითად დარახველიძე, ხო? აი დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ყველაზე დიდი გამყალბებელი საქმეების და ყველაზე დიდი ფალსიფიკატორი. და ეგ აყავთ, ასე თქვა, დღეს, იმიტომ რომ მაგაზე ჭკვიანებ ჭყალებში, იურიდიულ საკითხებში დღესდღეობით შინაგან საქმეთა სამინისტროში არავინ არ აყავთ, მით უფრო სანქცირებული რო არის და ეთყობა აღარ უშვებენ. და ნახეთ თათია წოწონავასთან მისი კომენტარი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაზეპირებულ ტექსტს, აი რო გეგონება ჩახვეული და ასე ვთქვათ, ჩაწერილი ტექსტი აქვს, ისე იმეორებს. არ შეეძლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხარ, ესაუბრები არა ჟურნალისტს, შენ ესაუბრები შენ სამომრჩეველს, ესაუბრები საზოგადოებას და განმარტო. არ გამოგიყენებია ეს კეთილი, მაშინ რა გამოიყენე? და თუ გამოიყენე და ამ პროცესებთან და ამ საქმეებთან დაკავშირებით, თუ ჩაატარე რაიმე გამოძიება, რაიმე მიგნება თუ დაადგინე, ეკა იცით რა არის, აი გულწრფელად რო გითხრათ საქართველოში მგონია საზოგადოებისთვის წითელი ხაზები აღარ არსებობს და გაუფასურდა. აი რამდენჯერ წითელი ხაზი უნდა მოხდეს, ანუ როგორი წითელი ხაზი უნდა მოხდეს გავლება. აი დავიწყოთ, გაგვიყალბეს არჩევნები, ხო? ანუ წითელი ხაზი იყო არჩევნები? არაფერი. მერე წაგვართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული არჩევანი ევროკავშირთან დაახლოება. ეს საკითხი შეიძლება რიგით საზოგადოებას ბევრმა მთლიანად ვერ გაიგოს, მაგრამ ამაზე ნამუშევარი აქვს ქართულ დიპლომატიას. ჩემი აზრით შედევრი აქვს შექმნილი, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში გავდიოდით საქართველოს და მოახერხეს იმდენი, რომ ცალკეულად გასულიყო ეს საკითხი ბრიუსელში და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ამათმა წაგვართვეს. ამის მერე პირდაპირ ეთერში ხალხის ცემეს და დაასისხლიანეს. პირდაპირ ეთერში ხარებამ აგინა, პირდაპირ ეთერში
ხარებას თანამშრომლები მოქალაქეებს და განსაკუთრებით ქალბატონებს როგორც იტყვიერ ყოფას აყენებდნენ. 10:00-ში არის ესეთი ჩანაწერი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია პატივისცეს და დაიცვას მოქალაქეების ღირსება, პატივი და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ადამიანის უფლებები. რომელი ერთი ამის მერე გამოვიდა BBC-ს ფილმი და საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა რა სისასტიკესთან და რა მონსტრთან აქვს საქმე. მეტი რა წითელი ხაზები უნდა არსებობდეს, მეტი პირობითად აი ჩემს მიმართ რო ბულინგი მოდის. მეტი რა მტკიცებულებები უნდა ნახოს ადამიანმა, რა ვიდეო უნდა ნახოს, ანუ არ ნახეს, არ ეყოთ პირობითად მაისაშვილის ცემა, არ ეყოთ დაუშვათ გურამ როგავას ცემა, არ ეყოთ დაუშვათ მაკაჩიხლაძის ცემა პირდაპირ ეთერში. მაინც და მაინც ლევან ხაბეიშვილის და დათო ქაცარავას ცემა აინტერესებთ, როგორც ცემს 30 რაღაცა მასკაში ჩაცმული გედედეს ავანტყოფი ადამიანები და ამით უნდა აღშფოთებულიყვნენ თუ რა კადრები უნდათ, რა ვიდეოები უნდათ, მეტი რა ჭირდება საზოგადოებას. მაშინ აქვე ვიკითხავ, ცოტა გვიან მქონდა ეს კითხვა მონიშნული, მაგრამ ხო, რა არის არსებობს თუ არა ეს კადრები, როგორც მე ვიცი არსებობს, მაგრამ მქონდა თუ არა ეს კადრები თქვენ, იმიტომ რომ იყო ესეთი მოლოდინი, რომ აი შაიშმელაშვილი წავიდა ამერიკაში, წაიღო ეს კადრები და ეს კადრები მალე იხილავს დღის სინათლეს. ხო, ამასთან დაკავშირებით, რო გვითხრათ, აი საბოლოოდ პასუხი, ქონდათ თუ არა ეს კადრები, ოღონდ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, მეტი რაღა კადრების ნახვა გვინდა, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც უქნეს ამ ადამიანებს თავით როგორ ითამაშეს, მათ თავში როგორ ურტყავდნენ, მუცელში როგორ ურტყავდნენ, როგავას რა უქნეს, მაკაჩიხლაძეს რა უქნეს და საერთოდ რას უშვებოდნენ ჩვენ თვალწინ ამ ადამიანებს, არა საწამებელ მარშრუტკებში, არამედ სანამ ამ მარშრუტკებში მიიყვანდნენ. მაგრამ ეს კითხვა ამ კითხვაზე გავცეთ ერთხელ და საბოლოოდ პასუხი, თუ ეს შესაძლებელია. მე მსგავსი კადრები არ მქონია და არ ვიცი რატო გამივრცელა მე ნიკა გვარამიამ და მე ამაზე რატო დაიწყეს ასე თქვა ჩემს მიმართ ბულინგი, იმიტომ რომ მიცით რა არის, ანუ აი დღეს ეხლა შინაგან საქმეთა მე ნიკასგან არ ვიცი, ზოგადად მოლოდინი იყო და იყო მეც მესმოდა ეს მოლოდინი, ვინ უთხრა ეს მოლოდინი, არა კადრები წამოვიღე, არა მილიონები ავიღე, არა ფული ავიღე, არა ინფორმაცია გავყიდე. ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილი, ანუ სახეს სუსიდან აგორებული თემა სხვადასხვა როგორც სოციალურ ჯგუფებში, ასევე თვითონ აქციის მონაწილეებში, რომ მიზანმიმართულად მოხდეს სისტემიდან წამოსული ადამიანის დისკრედიტაცია. ეს არის ქართული ოცნების ჩვეულებრივი ხელწერა, სპეცსამსახურების ჩვეულებრივი ხელწერა, მოხდეს ყველა იმ პიროვნების დისკრედიტირება, რომლებიც სისტემიდან მოდიან, ან სისტემას ემიჯნებიან. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელიც საჯარო სტრუქტურიდან წამოსული ადამიანი არის, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი გვინახავს როგორც მერიიდან და მერიის თანამშრომლებზე კალათის განცხადებები, ასევე ნებისმიერი სამინისტროდან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროდან უამრავი ადამიანი რომელიც გამოუშვეს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურიდან წამოსული ადამიანი მათთვის ყველაზე უფრო სენსიტიური საკითხი არის და იმ პერიოდში, როდესაც ეს ხდებოდა და მე ნაბიჯი გადავდგი, მე ძალიან დიდი რისკები გავწიე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და იმის მიუხედავად, რომ ამხელა ნაბიჯი გადავდგი, მე არასდროს ეს ნაბიჯი არ გადამიდგავს, იმიტომ რომ ვიღაცისგან ან ტაში მიმეღო, ან შექება მიმეღო, არაფერი. ეს იყო ჩემი ადამიანური და მორალური გადაწყვეტილება, რომელიც იმ პერიოდში მე მივიღე. თუმცა ქართული, არაქართული ოცნების ამომრჩევლების მხრიდან უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ბულინგი მივიღე და დღემდე ეს ეგრძელდება. პირობითად სად იყო აი ეს გვარბევდა. შეიძლება აი ერთი კადრი მაჩვენონ, სადაც მე დავუშვათ, ან ვინმეს ვარბევ, ან ვინმეს ვცემ, ან ვინმეზე ვძალადობ, ან ასე შემდეგ. ანუ ჩემნაირი ადამიანის სისტემაში და ამაზე ბევრჯერ მაქვს ნასაურები. ყველა სისტემაში მომუშავე ადამიანი ესეთი არ არის, როგორც დღეს სისტემა ჩანს და ჩვენ ამით ამ ადამიანებს ერთგვარ სივრცეს ვუკეტავთ, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა რომ ხვალე რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ, აქეთა მხრიდან გაცილებით დიდი ზეწოლა არის, ვიდრე თვითონ ქართული ოცნების მხრიდან და ეს ძალიან კარგად გამოსდის ქართულ სპეცსამსახურებს, განსაკუთრებით სულს, ამ ჩანერგილი აგენტებით. ანუ თქვენ როგორ გონია თქვენს მიმართ ეს გარკვეული ტიპის უნდობლობა კითხვები რამ გააჩინა? ნუ ერთი ის იყო რომ რაღაცა უფრო მეტი მოლოდინი არსებობდა, რომ აი რაღაცა უფრო მეტ მასალას წამოიღებს, თუმცა აქვე აბსოლუტურად კიდევ ერთხელ მოგეთანხმებით, რა უნდა ვნახოთ იმაზე მეტი, რაც ვნახეთ.
და ასევე 4 ოქტომბერი რომ ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ ამაზე, კიდე რა გგონიათ, რის გამო არის თქვა რაღაცა ტიპის უნდობლობა თქვენს მიმართ და ეგ არ ვიცი, აი ერთ რიგით ადამიანს პირობითად რამხელა ტვირთსაც მე მაკისრებენ ერთ რიგით ადამიანს, ხო? რისი გაკეთება შეეძლო და პირობითად არ გავაკეთე. თუ ვინმეს კითხვები აქვს პირობითად ჩემთან მიმართებაში, ხო? ანუ შეიცვალოს ხელისუფლება, მე სად გავეხსენებ პასუხისმგებლობას და მე მეორე წავიდა და მაგას რა უჭირს და მილიონები აიღო. აი როგორ ფიქრობთ ახლა მე ვარ ადამიანი, რომელსაც მილიონები მაქვს აღებული, ერთი წელი ამერიკაში ვიმყოფები და ერთი წლის განმავლობაში დღემდე სხვადასხვა საშუალებებით ეს იქნება ტელევიზია, სოციალური ქსელი თუ ასე შემდეგ, ვცდილობ რომ რაღაცა დახმარებაში, რაღაცა დახმარების წვლილი შევიტანო საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება. მე რომ ვიყო კონფორმისტი ადამიანი, რო წამოვედი, გავაუქმებდი ყველანაირ სოციალურ ქსელს და რო ამეღო მილიონები, ვიცხოვრებდი სადღაცა რომელიმე რანჩოზე, რომელიღაცა მილიონიან რანჩოზე და ვიქნებოდი ბედნიერი. ეს მე არ მჭირდება, არც მილიონი მჭირდება და არც არაფერი არ მქონდა საიმისოდ. ძალიან კარგი თანამდებობა მქონდა, ძალიან კარგი ხელფასი მქონდა, მეზა ჩემს მეუღლესაც აწყობილი კარიერა მქონდა და ეს ყველაფერი ჩვენი მივატოვეთ არა იმიტომ რომ თქვენიდან ტაში დავიმსახურე, ეს ჩემი როგორც ერთი მოქალაქის, როგორც თქვენ გაქვთ თქვენი შეგნება და პასუხისმგებლობა, ისე მაქვს მე ჩემი შეგნება და პასუხისმგებლობა და ამის გამო რომ მე რაღაცა ჩემი ქვეყნისთვის მინდა უკეთესი შევცვალო, გარდა ელემენტარული თანაგზრობისა ვიღებ უარეს ბულინგს და უარეს ზიისხს და ეს ქართული ოცნების წისქვილზეა სხავს. გურამ რო გავამკითხა ერთხელ რომ აიო თქვენო წახვედითო რა და მე რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაშინ არც მხარდაჭერა მქონდა არავისგან, არც რამე გარანტიები მქონდა, აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა, ისე მივიღე იმ პერიოდში ეს გადაწყვეტილება და მაშინ მოგვიყვებით აი რა ამ პერიოდში რა ხდებოდა შიგნი უწყებაში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგა და აქვე იცი რა არ დაგვავიწყდეს ერთი რამ რაც ჩემთვის გითქვამთ რომ მოხდა გამოცდა ამ ნივთიერებების, ხო პირველ როგორც ახლა ლაშამ თქვა რომ 2009 წელს მოხდა გამოცდა და ხალხი დაგვეწამლა და მე ვთქვი რომ არ შეიძლება ამის გამოცდა ხალხზე და თქვეს რომ კარგით, მაშინ ამ ნივთიერებებს აღარ გამოვიყენებთ, ხო? მე მახსოვს რომ თქვენ ჩემთან ინტერვიუში თქვით რომ ხალხი დაიწამლა სექტემბერში ბაზებზე. სპეცრაზმის ბაზებზე, იმიტომ რომ იქ გამოცადეს ეს ნივთიერება და მაშინ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა თვითონ სპეცრაზმელი. აი აქედან მოყოლებული ხო, რომ გაიხსენოთ მოკლედ ძალიან რა ხდებოდა და რა მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება. ეკა მე სანამ შემეძლო რაღაც გარკვეული პოზიტიური როლი მეთამაშა როგორც დეპარტამენტში, ისე სამინისტროში მე იქ ვიყავი და შეიძლება ამას ხმამაღლა არაზროს არ იტყვიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. საუბარი მაქვს სამინისტროში, დეპარტამენტის დირექტორებზე, მათ მოადგილეებზე, მათ შორის მინისტრის მოადგილეებთან. არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი, რომ აი ეს, რასაც თქვენ აკეთებთ, არის დამღუპველი. თქვენ ხარება დააგუპავთ. ბოლოს წამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მქონდა ერთ-ერთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ამაზე საუბარი. პირველი საუბარი მქონდა ამაზე და ძალიან ისეთი დაძაბული საუბარი, რა, ანუ ასე ვთქვათ, კამათი საუბარი იყო ლეონიძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა GDD და ჩვეულებრივი მოქალაქე შეხვდა, მანქანით მეუღლესთან იმყოფებოდა და მანქანაში სცემეს ადამიანი. კი, ეს ძალიან მძიმე კადრები გვაქვს. და იმ ადამიანს ხარებამ პრემია გამოუწერა და დააჯილდოვა და ტასს უკრავდნენ და ანუ ამაზე მქონდა მაშინ საუბარი ერთ-ერთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ერთ კი არა ორთან, რომ ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. ანუ ამით წახალისებას უკეთებთ თქვენ სხვა დანარჩენ თანამშრომლებს, რომ იგივე გააკეთონ, ხდებით? ანუ შიდა გამოძიება მაინც ჩაატარეთ ფორმალურად, რავი, გენერალური ინსპექციით გააკეთეთ რაღაცა დოკუმენტის შექმნით, რომ ამ ადამიანს სხვა არ გაბედოს, სხვა არ გააკეთოს და არ წაახალისოთ, მაგრამ ხარებას ვერაფერს ვერ უბედავდა იმ პერიოდში. ხარება ხელშეუხებელი პირი იყო. ამაზე რაც შემეძლო, მე რა შემეძლო ერთ ადამიანს, რა ვიცი, მართლა ქრისტე ღმერთი ხო არ ვიყავი, ხო ერთ ჩვეულებრივი მოქალაქე, ერთ ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რომელიც კონკრეტულ ამოცანას ვასრულებდი ჩემი მანდატის ფარგლებში და ანუ ველზე არ მუშაობდით, აი როცა ამბობენ რომ ეს გვარბევდა, ველზე არ მუშაობდით? არანაირ ველზე არ მიმუშავია, ეკა, არანაირ ველზე არ მიმუშავია, რას ქვია, მე ვიყავი ოპერატიული დაგეგმის სამმართველოს უფროსი, ანუ მე ვიყავი ადამიანის, რომელიც
რომელიც მქონდა მართვის ცენტრი, ვაკეთებდით გეგმებს, ვაკეთებდით სასწავლო პროგრამებს, მქონდა თანამშრომლობა უცხოელებთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან, ვატარებდით როგორც უშვებდით თანამშრომლებს საზღვარგარეთ ჩამომყავდა ექსპერტები საქართველოში და ანუ ჩემი მანდატი და ჩემი ამოცანა ეს იყო, ანუ საოკუპაციო ხაზი იყო, მილსადენების დაცვა იყო. მე არ ვიყავი პიროვნება, რომელიც იყო აღსრულების ნაწილში, რომელიც დაუშვათ აგერ აქციებში გამოყავდა რობოკოპები და რობოკოპებით ანუ რანაირად შეიძლება მე ვინმე დამერბია და ამისი ფაქტიც არ არსებობს. დამერბია კი არა, როცა მე გორში მუშაობდი და მომიწია რამდენჯერმე აქციებში მონაწილეობის მიღება, დამერბია კი არა, დაკავებული მოქალაქეები გავყავდა და რა პირიქით ვაკეთებდით და მაშინ მართლა არ იყო ესეთი ავადმყოფური დამოკიდებულება, როგორც მე ხარაზიშვილმა შექმნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და რომ მოვიდა ხარაზიშვილი იმ პერიოდიდან დაწყებული ვცდილობდი რომ გარკვეული როლი შემესრულებინა და შუამავლი ხიდის როლი შემესრულებინა ეს სამინისტრომა ძალიან კარგად იცის. სამინისტროდან დეპარტამენტის დირექტორები ხარაზიშვილს კი არ ურეკავდნენ, მე მირეკავდნენ და მე მეუნებოდნენ რომ შეათანხმე და აი ზვიადისთან და იმიტომ რომ ბუას როლში იყო გამოყალენ და პიროვნებაც ესეთი იყო, არავის ტელეფონს ყველას აგინებდა აბსოლუტურად. ყველა შეურაცხყოფას აყენებდა მათ მინისტრის გარდა არავინ არ აინტერესებდა და როცა დაიწყო ეს აქციები და გამოვიდა და პრემიერმა ესეთი სიგიჟე განაცხადა და მანამდე იყო ეს არჩევნების თემა და არჩევნების თემიდან მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა წამოსვლა, მაგრამ როდ გამოვიდა 28 ნოემბერში და მსგავსი რამე მოხდა 29-ში შევედი და უთხარი მივდივარ სამსახურიდან. იყო შემოთავაზება, არ წამოსულიყავ, იყო შემოთავაზება სხვა დეპარტამენტში გადავსულიყავ, იყო შემოთავაზება დავრჩენილიყავი სანამ აქციები დასრულდებოდა და მე წამოსულიყავი. აი ეს არის ჩემი შეცდომა და ეს არის ჩემი დანაშაული, რომ ჩემი მოქალაქეების წინააღმდეგ მონაწილეობა არ მივიღე და კი ბატონო, ეხლა ირაკლი, მე მგონი ესეც არ არის საქმე, რომ ეხლა რაღაცა ძალიან ესეთი ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდეს თქვენ წინააღმდეგ. თუმცა რაღაცა კითხვები არსებობდა და კარგია რომ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, მათ შორის როგორც თქვი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. მანამდე აი ის დამიზუსტეთ თუ შეიძლება ეს მოწამვლის ფაქტი, იმიტომ რომ ესეც საინტერესოა რაღაცა ნივთიერება რომელიც შემოიტანეს, გამოცადეს თუ არ ვცდები სექტემბერში იყო, ხო ეს? სექტემბერში იყო ეს, ბაზაზე ჩაატარეს სწავლება, ემზადებოდნენ 4 ოქტომბრისთვის და გამოიყენეს ჩემი ინფორმაციით გამოიყენეს, ესე ვთქვათ, ხელყუმბარები, რომელიც არის გაზის შემცველი და ეს ხელყუმბარები რო გაუშვეს 4 თუ 5 თანამშრომელი მაშინ მოეწამლათ. არა მარტო თანამშრომლები, ეს ბაზები, სადაც განთავსებული, ანუ ეგრეთ წოდებული პეპელას ბაზებზე არის საუბარი, პირველი და მეორე მთავარი სამმართველოები. ირგვლივ მოსახლეობა ცხოვრობს და თვითონ მოსახლეობამაც ძალიან მოსახლეობიდან გავიდა ეს ინფორმაცია და მე უბრალოდ გადავაზუსტეთ, მაგრამ რო გადავაზუსტეთ თანამშრომელის გვარებით, აი ეს თანამშრომლები, მათი სამედიცინო ჩანაწერები ყველაფერი გააქრეს, სასწრაფოდ დახურეს და გაასაიდუმლოეს, რომ არ ყოფილიყო ამ ინფორმაციის გაჟომის ალბათობა. საინტერესო იქნებოდა ახლა ეს ინფორმაცია ძალიან. კი ბატონო. და შესაბამისად, ანუ აქ რაზე არის საუბარი, ხო? ანუ როდესაც შენ ამას ტესტავ, ხო? ანუ შენ ვალდებულება გაქვს, როდესაც გააქვს რაღაცა ახალი სპეციალური საშუალება, შენ ის უნდა გატესტო, გამოიყენო ველზე და ნახო, დაადგინო მისი ეფექტი. ამ ეფექტის დასადგენად თვითონ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ, ანუ პირობითად შეყავთ კარავში, სადაც ეს კვამლი არის გაშვებული და ნახულობენ, რამდენად შეიძლება ეს იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე პირობითად მას ანოტაციაში მოყვება, იმიტომ რომ ერთიან ანოტაციაში უწერია, მეორე პრაქტიკაში იმას რა რეაქცია აქვს, ის უნდა გაიტესტოს და შესაბამისად ამით უნდა დადგინდეს მე აქციების მასშტაბიდან გამომდინარე, რამდენი ადამიანი არის, დაუშვათ 10,000 არის, 20,000-ია, 100,000 ადამიანი არის და როგორ უნდა მოხდეს, რა თანმიმდევრულობით უნდა მოხდეს, რა რაოდენობით უნდა მოხდეს გამოყენება. კიდევ ერთხელ ვიზახი, ესეთი ჩანაწერი იყო, რომ ერთი და იგივე ადგილზე განმეორებით გაზის გამოყენება აკრძალული იყო. მაგრამ 2022 წელს ეს შეცვალეს და ესეთი ჩანაწერი გააკეთეს, რომ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც ანუ არისო აქცია ძალადობრივიო. აი ამას როგორ ზომავს პირობითად, ეს როგორ გაზომა მაგალითად, აი პასუხი უნდა გასცეს ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით და არახველიძემ. ეს როგორ გაზომა, რომ აქცია იყო ძალადობრივი, აქციის მოქალაქეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღებას, ან საფრთხე ექნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და გამოიყენა იმაზე მეტი რაოდენობის სპეციალური საშუალებები, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებდა. გეტყვიან, რომ აი შუშხუნები გაუშვეს, რომელიც პოლიციელებს ხვდებოდა.
შუშხუნების გაშვება ფოიერვერკების გაშვება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სიცოცხლის და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიდა და არ შეუქმნია და თუ ეს შექმნა და თუ რომელიმე ცალკეულ შემთხვევაში გააკეთა იქვე ჩანაწერი არის რომ უნდა გამოიყენოს კონკრეტული პირების მიმართ ანუ ის მთლიანი აქციის მონაწილეებს ხო არ გავუსწროთ ანუ პირობითად გავყვეთ მათ ლოგიკას შუშხუნებს და ფოიერვერკებს ისროდა პირობითად 50 ადამიანი დაუშვათ 200 ადამიანი აქციაზე იდგა 25000 ადამიანი როგორ შეიძლება შენ გამოიყენო სპეციალური საშუალებები ყველას მიმართ ანუ ეხლანდელი რაც გამოაქვეყნა სტრასბურგის სასამართლო ზუსტად ამაზე აქვს ხაზი გასმული რომ ანუ დარღვეული რა იყო ანუ დარღვეული იყო ადამიანების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ანუ შეწყვიტეს აქცია მხოლოდ კონკრეტული პირების ქმედების გამო და არა მთლიანი ანუ არა აქვს ამისი უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთქვით მაგრამ ამას არ აქცევენ ყურადღებას ანუ მათთვის აი პირად საუბარშიც ბევრჯერ უთქვიათ რომ ანუ ფეხებზე კიდიათ ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ფეხებზე კიდიათ ამ კანონის ჩანაწერების დარღვევასთან დაკავშირებით ვინ რას მოსთხოვს ბევრი შემთხვევა არის კითხეთ ყოფილი ვინც იყო სახელმწიფო ინსპექტორი კითხეთ ყოფილი სახალხო დამცველს ლომჯარიას რამდენი წერილი აქვს გაგზავნილი და რამდენზე აქვს პასუხი მიღებული პასუხს არ აძლევდნენ მე ამის გამო 1000 თუ 3000 ლარი იყო აღარ მახსოვს ჯარიმებს იხდიდნენ რომ პასუხი არ გაეცათ იმიტომ რომ არ აინტერესებთ ესეთი მიდგომა აქვთ მათ დღეს და ამის ფონზე რომ გამოდის პრემიერი იქნება მინისტრი იქნება მინისტრის მოადგილე იქნება და იძახის რომ არაფერი არ გაგვიფუჭებია და ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის ჩვეულებრივი მოქალაქეს აი როგორ უნდა გააჩნდეს სანდოობა მათ მიმართ ან მათი გამოძიების მიმართ მაშინ როცა არც ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომხდარი ძალადობა არ არის გამოძიებული 5 დღეში გამოიძიეს ამხელა მასშტაბის და რეზონანსის საქმე 5 დღეში და 1 წლის განმავლობაში ვერ გამოიძიეს დაუშვათ ვინცემა კიდევ ერთხელ ვიძახი მაისაშვილი ვინცემა როგავა ვინცემა მაკაჩიხლაძე ვინცემა უამრავი ჟურნალისტი ლევან ხაბეიშვილი და დათო კაცარავა ვინცემა იციან უბრალოდ ამას არ აკეთებენ იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი და დათო კაცარავა დაკავებამდე ნაცემები არ იყვნენ ისინი შეიყვანეს სახსალამათები და შინაგან საქმეთა სამინისტროს კორდონში მიიყვანეს სიკვდილამდე და ის ძალიან კარგად იციან მაგრამ აქ არის საუბარი ამ დანარჩენ ამ მოქალაქეებზე რომლებიც უამრავი არის ხო ანუ ვიცით ვინცემა სახელი და გვარი კაცარავა და ლევან ხაბეიშვილი სახელი და გვარები კეზევაძე იყო მაგალითად დირექტორის მოადგილე ახალკაცი იყო მაგალითად სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსი და იმ სამმართველოში შემავალი თანამშრომლები რომლებიც იყვნენ ხარებას დობით აღჭურვილი პირები ეს ძალიან კარგად იციან მაგათმა ხარებამაც იცის გომელაურმაც იცის დარახველიძემ იცის ჭელიძემ ყველამ კარგად იცის მაგრამ რომელიმე ერთი ფაქტი გამოავლინეს ანუ 5 დღეში ამხელა გამოძიება ამხელა რეზონანსული საქმე გამოიძიეს და ანუ თუ არის პირობითად სამართლიანობაზე თუ არის საუბარი ჩვენ რას ვითხოვთ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას ვთქვით ანუ იყო სამართლიანობა აქეთ მხარესაც და იყო სამართლიანობა მეორე მხარესაც არის გადაცდომა გამოეძიებინათ არის დარღვევა პირობითად აქციების დროს დაარბიე დაშალე აღადგინე საზოგადოებრივი წესრიგი მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის ცალკეული გამოვლენილი დანაშაულების ფაქტები გამოიძიე და პასუხისგებაში მიეცი ანუ ერთ მხარეს რომ შენ ამას არ ასრულებ და მეორე მხარეს ელემენტარულ ქმედებაზე ადამიანებს 8 წელი და 9 წელი ციხეში უშვებ და ამაზე შენ კოცი და კოცის ამომრჩეველი და სუპრიხრეპი ადამიანი რომ კმაყოფილი ხარ და თანახმა ხარ და კიდევ ამათ ლანძღავ ნუ იმ ქვეყანაში არც წითელი ხაზები არსებობს არც ლურჯი ხაზები და არც შავი ხაზები და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მანდატს მაგ ადამიანებდაც მივა ეს უსამართლობის პროცესი ანუ მაინდამაინც თითოეულ ჩვენთანგას არ უნდა შეგვეხოს მე პირადად არ შემხები არანაირი უსამართლობის განცდა და ძალიან კარგად ვიყავი მეც და ჩემი მეუღლეს და ძალიან კარგი კარიერა და ძალიან კარგი ხელფასი მქონდა და მაინც მივიღე გადაწყვეტილება და წამოვიდი ხდები და მაინც ამხელა ბულინგის ქვეშ ვარ და აი ეს კოცი რომელიც სუპის ჭამაზე კმაყოფილია და სხვისი მილიონების ჭამაზე პრობლემა არ აქვს აი მასთან რომ მივა აღარ თქვენი არსებობთ აღარ ტელევიზია არსებობს აღარ ადამიანის უფლებათა ცენტრი არსებობს რატო აქვს ამხელა ზიზღი გიგაურის მიმართ რატო აქვს ცაიას მიმართ რატო აქვს ლომჯარიას მიმართ რატო აქვს საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომ ეს ადამიანები ფაქტებით ახდენენ ამ ძალადობრივი რეჟიმის მხილებას როგორც საქართველოში ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ
მტკიცებულებათა ერთობლიობები და იმიტომ აქვს ამ ხელაზის, იმიტომ შემოიღეს ფარას კანონი, იმიტომ უნდათ მაგ ორგანიზაციების დახურვა, რომ განსხვავებული ხმა აღარ არსებობდეს. ანუ თუ ადამიანი ჩემს წინააღმდეგ გამოძიება რაზე დაიწყეს, შენი პოდკასტი აქვს აღებული დაჭრილი, ესე იგი პოდკასტიდან ამოღებული აქვს 10-15 წამიანი ვიდეოები, რომელიც გავრცელებული აქვს პოსტივის, სადაც არის კონტექსტი დარღვეული მთლიანად და ამის საფუძველზე მედავებიან რაღაცა აბსურდულ რამეს. ანუ რო კითხა ადვოკატმა რომ უყურეო მთლიან გადაცემასო და პროკურორმა უთხრა მე ვარ ვალდებული მთლიან გადაცემას უყურო. ჩემთვის ესეც საფუძველი არისო. ანუ ადამიანი რომელიც ხმას ამოიღებს და იტყვის რომ მე არ მომწონს ქართული ოცნება, ანუ ჩვენ გვაძალებენ რომ ჩვენ ყველა ვიყოთ მათი ამომრჩევლები და არ იმსახურებენ რომ იყო მისი ამომრჩეველი. ხვდები და ანუ რო ყოფილიყო ისეთი ხელისუფლება რომელიც დაიმსახურებდა ამ პატივისცემას და ნდობას, კი ბატონო, ხვდები, მაგრამ რადგანაც არ მომწონს და მაქვს ამისი მყარი არგუმენტები და მაქვს ჩემი კონსტიტუციური უფლება არ მომწონდეს და გამოხატო ჩემი მოსაზრება, ამის გამო ვარ მტერი, ამის გამო მდევნიან, ამის გამო მემუქრებიან, ამის გამო მავიწროებენ არა მარტო მე, ჩემი ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. ანუ სად ვიყავი 4 ოქტომბრის მერე, ესე მარტივი არ არის, ხვდებით? ანუ ხო, აი მოდი გადავიდეთ 4 ოქტომბერზე. ერთი მინდა რომ არ გამოგჩეს ძალიან ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი თარიღი. 5 ივლისი, როდესაც მოხდა დარბევა ჟურნალისტების და რომელ დღესაც შეეწირა ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სხვათა შორის გასულ კვირას დაბადების დღე ქონდა და ვიცი რომ რაღაცა ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით გაქვთ, მაგრამ მანამდე გადავიდეთ აი 4 ოქტომბერზე, ხო? ჩემთან პოდკასტში თქვენ მაშინ თქვით რომ ხართ ჩართული იმ ადამიანებთან გაქვთ კონტაქტი, რომლებიც აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, რომ ამ პროცესს შორიდან ხელს უწყობთ. ესეთი განცდა დარჩა არა მარტო ჩემთან პოდკასტში, არამედ სხვა ინტერვიუებშიც, ბევრი ინტერვიუ მიეცეთ იმ პერიოდში, რომ რაღაც დიდი დოზით იყავით ჩართული 4 ოქტომბრის ამბავში. აი ხო, მოყევით და თქვენი აზრით რა მოხდა 4 ოქტომბერს, ანუ რა ეჭვები გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით და თქვენი ჩართულობა რამდენად დიდი იყო ამ პროცესში? ეკა მე შენთანაც ვთქვი, ანუ მე ვჩანვარ თქო, მაგრამ ჩემს უკან ხალხი არის. ანუ აქ არის საუბარი ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ვფიქრობდით, რომლებიც მსჯელობდით, საუბრობდით, რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ. პირობითად ეს იქნება ფინანსური დახმარება, ეს იქნება აქ ადგილზე პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს იქნება საინფორმაციო მხარდაჭერა თუ ასე შემდეგ. მათ შორის ადამიანები იყვნენ აქაც და ევროპაშიც, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა და სურვილი, რომ ჩვენ ამ პერიოდში წავალთ და იქ მოქალაქეებთან დავდგებით და დავდგებით წინა ხაზი, ანუ იმიტომ რომ მანამდე ყველა დარბევების დროს ვიხილეთ როგორ სისასტიკით უსწორდებოდნენ, ხო? ანუ წინა ხაზზე უნდა დამდგარიყვნენ, მაგრამ ანუ აქ რა იყო საუბარი, წინა ხაზზე დადგომა იმას განაცხადოს, რომ ესენი ვინმეზე შეტევას გააკეთებდნენ, დაეცვათ ეს მოქალაქეები და მოთხოვნაც და მოლოდინიც ჩვენიც მათ შორის ყველას ბიჭების იყო ის, რომ ეს გაერთიანება იქნებოდა. რა იყო ლევან ხაბეიშვილის იდეა, ხო? ანუ ლევან ხაბეიშვილმა რა თქვა, რომ მე ნუ გამოყვებითო, კაცო, ჩემს ნათქვამს, ნუ თქვენ თვითონ დაიჯერეთო და თქვენი თავის ირწმუნეთო და ყველა ერთად დადეკიდო. ვერ გაერთიანდნენ, ჩემი აზრით ეს მოხდა, ანუ ვერ აჯობეს საკუთარ ეგოს, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ დღემდე როგორი ბულინგი გრძელდება თუნდაც ხაბეიშვილის მიმართ და ჩემი მოსაზრებით ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს და რავი ჭადრაკის დაფიდან იმაზე ადრე იმიტომ მოხსნეს, რომ ლევან ხაბეიშვილი შეიძლება ანუ არ მიეცა უფლება და შეეშალა ხელი გარკვეული პიროვნებებისათვის და მე არ ვიცი ეს პიროვნებები ვინები არიან. ანუ ორგანიზატორები დაკავებულები არიან და გამოვიდნენ და მათ თქვას, რა ვიცი, ირაკლი შეპირდა რამეს, ირაკლი მუთხრა მათ რამეს, მე შევპირდი რომ ფარებს, ანუ პაატა ბურჭულაძის შვილის ინტერვიუ ნახე იმ პერიოდში, რომ მამაც ჩემი ელოდებოდაო, რომ რაღაცა გედედე გამოვიდა და ფარებს დააწოდა. ანუ გედედე რომ გამოსულიყო, ფარები დაეწყო, ანუ პირდაპირ ბრძანება გაიცა, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა ავიღოთ. ანუ ჩემთვის ეს მიუღებელი არის. ჩემთვისაც და ყველა, როგორც ყოფილისთვის, ისე მოქმედი თანამშრომლისთვის. მან აბსოლუტურად ჩვენ სხვა მოლოდინი გქონდა, რომ რაღაცა საზოგადოებრივი გაერთიანება. მოდი, ესე ხო, ერთი წამით, მოდი მივყვეთ ამას თანმიმდევრულად. ანუ თქვენთან დრო, თქვა ხაბეიშვილი რო დაგიკავშირდა, სხვები რო დაგიკავშირდა და
მაშინ რა მოლოდინი გქონდათ? გამოცდილი კაცი ხართ, ამხელა ანუ ჯერ თავდაცვაში იყავით, მერე ამხელა თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამხელა თანამდებობაზე რა? მნიშვნელოვან თანამდებობაზე, დაგეგმვის თანამდებობაზე. აი, რამ მოგცათ იმის განცდა, რომ პროცესი იყო სერიოზული, რომ პროცესში მონაწილე აქტორებს ჰქონდათ კარგად გააზრებული, რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ? ეკა ლევან ხაბეიშვილი თან მქონდა სულ რამდენიმე საუბარი, სატელეფონო საუბარი და ლევანს უთხარი, რომ პოდკასტი რო ჩავწერეთ ლევანთან რომ დამირეკა, ანუ ინტერვიუმდე რომ დამირეკა მანამდე და მე ინტერვიუს მე რამდენიმეჯერ და ლევანს უთხარი, რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს. რისი ეშინია მთავრობას და რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს, ეშინია საზოგადოებრივი ერთიანობის. რატო წაიღო თქვენ ახსენეთ 2023 წელი პირველი რუსული კანონის უკან წაღება. იმიტომ წაიღო უკან, რომ ის საზოგადოება იმ პერიოდში იყო ერთიანი პოზიცია ჰქონდათ იმ საზოგადოებას და მტკიცე პოზიცია ჰქონდათ. ანუ თუ კი იქნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაერთიანება, ეს უნდა შეძლოთ, მე ვუთხარი, ანუ ღია უნდა იყოს, საზოგადოებას უნდა ესაუბროთ, საზოგადოებას უნდა ელაპარაკოთ პრობლემებზე, გამოწვევებზე და თქვენ უნდა შექმნათ გარკვეული სინერგია. თქვენ უნდა იყოთ ადამიანები, რომელსაც მოუნდება რიგით ადამიანს თქვენ გვერდით დგომა. ანუ დაანებით ნუ გაყოფთ, იმიტომ რომ რამდენჯერ იყო, ხო, ანუ ეს ნაცების და ქოცების და იმეების და აპარტიულები უნდა იყოს. თქვენ ჯერ უნდა იყოს საზოგადოებრივი მოძრაობა და თუ ამას მიაღწევთ თქვენ და დაინახავთ, რომ რაღაც შედეგზე აქ რა არის, ანუ შედეგზე არის საზოგადოების მხარდაჭერა, ხვდები? ანუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ანუ ჩადით რაიონებში, ხალხს შეხვდით, მათი პრობლემები მოისმინეთ და ეცადეთ, რომ იმ 4 ოქტომბერს გამოხვიდეთ და კონკრეტული წინადადება რა უნდა იყოს. ანუ პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ანუ ადამიანელი არჩევნების წინადადება უნდა იყოს ისეთი, რომ ქართული ოცნების პირობებში არჩევნები ჩატარდეს მიუკერძოებლად, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში ეს ვერ მოხერხდება, გამორიცხული არის, ხო, მაგრამ თუ კი იქნება თქვენი გაერთიანება, ვერ შედგა, ანუ ვერც პოლიტიკური ოპოზიციის გაერთიანება შედგა, ვერც საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება შედგა. რო გამოვიდნენ და რა ვიცი, ყველა ველოდებით. ხო, იმიტომ რომ ანუ ეხლა ეიფორიაში ყველა ვიყავით, გქონდა ხაბეიშვილს გქონდა მართლაც აი ყველაზე აქტიური ფაზა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის და ძალიან ბევრი ადამიანის სიმპათია დაიმსახურა მაშინ, მაგრამ აი თვითონ და ეს მე როგორც პოლიტიკოსი აბსოლუტურად ვამართლებდი რას და როგორც აკეთებდა. ამიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქცენტის გადატანა ივანიშვილის გუნდის შიგნით რა პრობლემები იყო და მათი რაღაცა დემითოლოგიზაცია ამ ივანიშვილის ფიგურის და ასე შემდეგ ძალიან სწორად მოქმედებდა როგორც პოლიტიკოსი. თუმცა ერთ დღეზე ამხელა მოლოდინის დაკიდება თავიდანვე ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნდა შეცდომად, იმიტომ რომ თუნდაც იმის გამო რომ ეს რო არ გამოსულიყო, დიდი იმედგაცრუებას გამოიწვევდა. ანუ ის კი არა რომ პროცესი როგორ მიდიოდა, არამედ ამ პროცესის დაგვირგვინებად რატო იყო მაინდამაინც ერთი დღე დასახული, როცა უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი. ეკა, მაგას ვიძახი, ანუ თვითონ ხო იძახდნენ, რომ გეგმა გვაქვს, მე როგორც ვიცი. აი ეკითხებოდი რა გეგმა, აი რო გეკითხებოდნენ ლევანი რო დააკავეს მაგის მერე არ ვიცი, ისა ეკა მე ანუ ლევანამ დაკავებამდეც დიდი ხნით ადრე ასე თქვათ აღარ იყო კომუნიკაცია და ურთიერთობა. უბრალოდ ჩვენ აქ ბიჭები ჩვენი ინიციატივით, კიდე ერთხელ ვიძახი, აი ჩვენი ინიციატივით, ისევე როგორც დაუშვათ ევროპაში, ისევე როგორც სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, სხვადასხვა ადამიანები, ემიგრანტები დამოუკიდებლად ერთიანდებოდნენ, რაღაც გარკვეულ თანხებს აგროვებდნენ, რიცხავდნენ, ეხმარებოდნენ, ანუ მონაწილეობა ვისაც რითი შერო, ჩვენც აქ ჩვენი ჯგუფი, ჩვენი ადამიანები, ჩვენი პასუხისგებლობის, ჩვენი გულისკივილის ფარგლებში ამას ვაკეთებდით. ხვდებით, ოღონდ ეს არ იყო რომ რაღაცა ვაკეთებდით, იმიტომ რომ ან გადატრიალება მოგვეწყო, ან შტურმი გაგვეკეთებინა, ან ასე შემდეგ. იქ უნდა ყოფილიყო საზოგადოება. რა უნდა მომხდარიყო 4-ში, აი თქვენი ხედვით, მაგალითად და რა არ მოხდა. ყველა ჯგუფების გაერთიანება, სოციალური და სამოქალაქო ჯგუფების გაერთიანება, რომელიც არ მოხდა. ამ ჯგუფებმა არა მარტო ამ ჯგუფებმა 4 ოქტომბრამდეც ვერ მიაღწიეს ვერანაირ კონსენსუსას შეთანხმებას და ეს 4 ოქტომბრის ჯგუფის წევრები იძახდნენ, რომ აი მოვართ 4 და მაშინ ვიტყვით. რა ვიცი, მე ვერაფერი ვერ
მოვისმინე, რო ავიდნენ სცენაზე, იქიდან ვერაფერი ვერც გეგმა მოვისმინე და ვერც სტრატეგია მოვისმინე, გარდა იმისა, რომ წავიდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და ეს არ იყო. Აუ, ჩემთვის ეგ გეგმას არ ნიშნავს და ჩემთვის ეგ რაღაცა გამოსავალი არ არის და სწორი მიდგომა არ არის. იქ უნდა ყოფილიყო რაღაცა. აი, მაშინ ასე დაგისვათ კითხვას. იქ რომ ყოფილიყო ძალიან ბევრი ხალხი, აი, რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო კარგი გეგმა ამ ხალხის პირობებში. ანუ ჩემი აზრით, ანუ საზოგადოება, ხო, ანუ ხალხი რო გამოვა, ყველა უნდა შეთანხმდეს ერთ რაღაცაზე. ერთი პირობა უნდა კონდეს აყენებული მთავრობას, რომ ხალხმა მიიღოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა. მორჩა, მეტი პირობა ბიძინა ივანიშვილთან წაყენება არ არის, იმიტომ რომ დანარჩენზე ბიძინა ივანიშვილი წამოვა ვაჭრობაზე და ივაჭრებს. გაგინთავისუფლეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. როგორ უნდა აიძულო, მაშინ ასე დავსვავ კითხვას. კარგი, რა მოთხოვნაც არ უნდა იყოს, როგორ უნდა აიძულო ესეთი რეჟიმი წამოვიდეს დათმობაზე. აი რა შეიძლება და მომხდარიყო იმ დღეს მაგალითად, რომელიც აიძულებდა რეჟიმს რა დათმობაზე წამოსულიყო. ყველა საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება და ერთი პოზიციაზე ჩამოყალიბება. თუმცა ეს მაშინ არ მოხდა. შიგნით ერთმანეთს, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, ისევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთს ან დასცინოდნენ, ან აქილიკებდნენ, ან არენდობოდნენ, ან ეჩხუბებოდნენ, ან ხო, ეხლა ირაკლი გეგმა რო არიცი, ხო ბუნებრივია, ეხლა ნდობა არ გექნება, როცა შენ გეუბნებია, რომ მე მაგ გეგმა წამომყევი, მაგრამ შენ არ გეუბნებიან ამ გეგმას, აქ ეხლა გავიგე, რომ შეიძლება გეგმა იყოს გასაიდუმლოებული, მაგრამ რაღაცა ხო, რეალისტური აი ეს იცით რა არის, ანუ გეგმა ვერავინ ვერ დაინახა, ან ბევრმა დაინახა, ვინც ეწინააღმდეგებოდა, იმათ ვერ დაინახეს. ეიფორია იყო, ეს ეიფორია მეც მქონდა. თუმცა მოლოდინი არ მქონია კარგი, მაგრამ ეიფორია ზოგადად და ესეთი რაღაც ამ დღესთან დაკავშირებით მესმის რატო შეიძლებოდა ქონოდათ ადამიანებს. თუმცა აი გეგმის მხოლოდ იმის თქმა, რომ გეგმა გვაქვს და უბრალოდ თქვენ ასე გამოყვებით, ეს არ იყო გეგმა. არ ვიცი, ფაქტი არის ის, რომ 4 ოქტომბერს ყველაზე მეტად გამართლდა ქართული ოცნების იმედები. მოხდა სპეცოპერაცია, აღმოჩნდა, რომ სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი, გადაჭრილი ღობით და საერთოდ თქვენი აზრით, ხო, ეს ყველას გვაინტერესებს, ვინ უთხრა აქციის ორგანიზატორებს, რომ წასულიყვნენ ორბელიანის სასახლეზე. ანუ ეს არის აქ გაეცემა ამ კითხვას პასუხი თუ გავიგებთ, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც უბიძგა ამ ქმედებისგან აქციის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს სასახლე უკვე შემზადებული იყო ამ სცენარისთვის, რის შემდეგაც მერე ადამიანები უნდა დაეჭირათ იმ ბრალდებით, რაზეც დაიჭირეს, ხო? რა ვიცი, უნდა თქვას პაატა ბურჭულაძემ, უნდა თქვას მურთაზოდელავამ და იმ ადამიანებმა რა მე მგონი მაგათ ეძლევათ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის უფლება და თქვან, რავი, დაასახელონ, ვინც იყო, ვინ შეპირდა, ვინ შეიყვანა შეცდომაში, ვინ რა შეპირდა, ან ეს რო შეპირდა თვითონ, რა ვიცი, ჩემთვის აი ძალიან აბსურდული არის ეკა, იმიტომ რომ იმდენად არა გაუმართლებელი, იმდენად არასერიოზული, იმდენად აი არანაირი შედეგის მომტანი არ იყო ის გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში დააკავეს უამრავი ადამიანი. მათ შორის თვითონ ორგანიზატორები, ხო, ანუ ის ადამიანები, დააკავეს უამრავი ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც აქციაზე იდგნენ. მოხდა ამ აქციის მარგინალიზება და ეს მერე ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად გამოიყენა, როგორც შეერთებულ შტატებთან და ისე ევროკავშირის ქვეყნებთან, სალაპარაკოთ, რომ აი აქეთ არიან მოღალატე ისინი, ბოდიში, ტერორისტები, აი ახალი ტერმინი შემოიტანა, ტერორისტები, ხვდებით? ანუ მანამდე აქციამდე გარდა ქართული ოცნებისა სხვა არავინ არ საუბრობდა ძალადობაზე. ქართული ოცნება საუბრობდა სულ რომ იგეგმება შტურმი, იგეგმება რაღაცა შენობების აღება, იგეგმება რაღაცა სახელმწიფო გადატრიალება, ასე შემდეგ. საიდან იცოდა ქართულმა ოცნებამ ის? რომელიმე ორგანიზატორის მხრიდან თქვენ მსგავსი განცხადება მოგისმენიათ, მე არ მომისმენია. ანუ რას ანუ ეს არ ვიცი, თავიდანვე უბრალოდ რაღაცა ანკესი იყო გადმოგდებული თუ მერე შეიცვალა გეგმა ადამიანები
ჩემი აზრით კონკრეტული ადამიანები იყვნენ ქართულ ოცნებასთან შესული კოლაბორაციაში და არ ვიცი გადაპირებულები დავარქვა, დაკომპრომატებულები დავარქვა, ვიზას საუბრობთ. თანხაზე გაყიდულები დავარქვათ. არ ვიცი, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ამ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან, რომლებმაც შეიყვანეს ეს საორგანიზაციო ჯგუფი ძალიან დიდ შეცდომაში. და ამ საორგანიზაციო ჯგუფმა შეცდომა იმაში დაუშვა, რომ კონკრეტულ ერთი ადამიანზე ენდნენ და არ გათვალეს ის რისკები და თავიდანვე არ დაბლოკეს ის იდეა, რაც განახორციელეს და რაც გააჟღერეს. და ეგ იყო აბსურდი, ხვდებით და არ ვიცი, მაგათ რა მოლოდინი ჰქონდათ, რომ დაუშვათ მილიონობით ადამიანი გამოვიდო და მე არ ვიცი, მე მგონია რომ ლევანი რომ ყოფილიყო გარეთ, ესეთი რაღაცა არ მოხდებოდა. ლევანი რომ ყოფილიყო გარეთ, მას ინსტინქტი, პოლიტიკური ინსტინქტი უკარნახებდა, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო. ნუ ეხა ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა, რასაკვირველია, მაგრამ მეც მგონია, რომ მას ეყოფოდა გამოცდილება. იმიტომ რომ გამოცდილების თუმცა მგონია, რომ არაფერი არ დაიმალება და დღეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად გამოჩნდება და იყვიან და ისაუბრებენ და დაასახელებენ იმ პიროვნებებს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჯგუფი მთლიანად აი ესეთ შეცდომაში შეიყვანა. ხაფანგში შეიტყუა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. ხაფანგში შეიტყუა, რა თქმა უნდა, ხაფანგში შეიტყუა. კი და არ ვიცი, ხვალე იქნება თუ ზეგი იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როცა იქნება. მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი გაერთიანება. აი თქვენთან არიან ეს ზურაწეს ხოლმე ძალიან ხშირად კარგად ფარჯიანის და ის თქვენი პოდკასტში არის ის ბიჭი გვარი დამავისდა ბელარუსის მაგალითი მოიყვანეს და განიხილეს ბელარუსის მაგალითი რა მოხდა ანუ როგორ დაერივნენ ბელარუსში აქტივისტები ერთმანეს და როგორ დაიწყეს გამყიდველების მოღალატეების ზებნა და ეს ანუ ეს არის პირველი რაზეც არ უნდა წამოეგოს ანუ პირველი ეკა ანუ ესეთი გამონათქვამი არსებობს რა სიტყვაზე მჭრელი არის ინფორმაციაო და მით უფრო დეზინფორმაცია და საინფორმაციო ომი დღეს ქართული საზოგადოება რაშიც აგებს ქართულ ოცნებასთან 100-ით 0-ს ეს არის დეზინფორმაცია. დააკვირდით იმედის, პოზიტივის, რუსთავიორის, ქართული ოცნების, მაღალი ჩინოსნების, ქართული ოცნების ოფიციალური Facebook გვერდების განცხადებებს, ანუ მძიმე არ არის შეცვლილი, ანუ ერთიანი ნარატივი აქვს აღებული, ერთიანი ნარატივით უტევენ. ეს იქნება კონკრეტული კანონპროექტის ხარდაჭერა, ეს იქნება ევროკავშირის გაშავება, ეს იქნება კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზება, ეს იქნება Deep State, ეს იქნება ომის პარტია, ეს იქნება LGBT გამოდიან ამ შეუძლიათ მაგალითად გამოვიდნენ ერთ დღეს თქვან რომ ამერიკის ელჩი გვაძალებდა ომის დაწყებას და მერე გამოვიდნენ და თქვან რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვითქვამს ხდებით და ეს ისე მიიტანონ მათ ამ მომჩევამდე შეუძლია უთქვათ რომ ნოემბრის ბოლო დღეები 27-დან 4-მდე დარბევები არ ყოფილა როგორც კობახიდან არანაირი დარბევები არ ყოფილა არანაირი ძალადობა არ ყოფილა არანაირი ძალის გადამეტება არ ყოფილა ყველაფერი კანონების ფარგლებში იყო და ეს აიძულოს ასე თქვა მოქალაქეები ხდები ანუ ქართული ოცნების ამორჩეველზე არის საუბარი რომ ეს ყველაფერი მოცემულობად მიიღოს და წეგან ჩამოგითვალეთ ხო ანუ რამდენი რამე მოხდა რაც ქართულმა ოცნებამ არ გამოიძია ხდები და იძიებს ვინ დაიბარა გამოკითხვაზე დაიბარა ზვიად მაისაშვილი აი დაიბარეს ის ბიჭი რომელიც სიკვდილამდე მიიყვანას და კადრები არის როგორ ფიქრობთ მაგისი გამოძიება იქნებოდა ერთ დღეში ამოიღებდნენ კამერებს იმ დღეს ვინ იყო პასუხისმგებელი პირი რომელიც ხვდა ისევე ნებისმიერი გადაცდომა მათ შორის გურამ როგავაზე ნებისმიერი გადაცდომა კამერებით აქვს აღჭურვილი ყველაფერი ზეპირატიციან ვინ არის პასუხისმგებელი პირი და ეს ბიჭი დაიბარეს რატო არ დაიბარეს იოსებ ჭელიძე რატო არ დაიბარეს მინისტრის მოადგილე ბუთხუსი რატო არ დაიბარეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მთელი ვერტიკალში თანამდებობის პირები ხარებას აი ესე თქვა პირადი შემადგენლობა ვინც იმ პერიოდში ამაზე პასუხისმგებელი იყო და რატო არ გამოკითხეს და გამოკითხეს ეს ანუ ამით რასაკეთებენ რომ ხვალ ფილმის რესპონდენტები მას ამოიღებთ ყველას მიმართ დებნას დავიწყებთ და თქვენ შეგავიწროებთ და რავი საზოგადოებას ამაზე მიმღებლობა არ აქვს. ხდებით, ანუ საზოგადოებას ამაზე რეაქცია არ აქვს და რავი, არ ვიცი მეტი რა უნდა მოხდეს. ცა ორად არ გაიხსენება და რა უნდა მოხდეს მაგალითად რომ ტროტუარზე დგომის გამო დაგიჭიროთ. უბრალოდ რომ ტროტუარზე რომ მიდიხარ, სამი ადამიანი ხელჩაკიდებული თუ წახვალთ ტროტუარზე ან გვერდიგვერდ შეიძლება დაგიჭიროთ, იმიტომ რომ გითხარ რომ ტროტუარს კეტავთ. რა თქმა უნდა, თუ არ არის პროტესტის მუხტი მათთვის
თუ მაგალითად მათთვის პროტესტი და საზოგადოების გაერთიანება პრობლემას არ წარმოადგენს, რატო იღებენ მსგავს კანონებს? პირველი ეს 28 ნოემბრიდან რატომ დაიწყეს სასტიკი დარბევები და ამავდროულად მათი მოქმედი კანონმდებლობა ის 10.02 მინისტრის ბრძანებაშიც წერია ძალიან ხაზგასმით, რომ აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების ერთობლივი გამოყენება. იმიტომ დაიწყეს ამდენი ხალხი, იმიტომ მოაბილიზეს თლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი და მათ შორის იმიტომ გამოიყენეს ამ რაოდენობით გაზის ჭურვები, წყალში შერეული ქიმიური ნივთიერებები, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო აქცია და აქციებს არ ქონოდა განგრძობითი ხასიათი. და შესაბამისად, ეს ძალის გადამეტება ზუსტად ამას ემსახურება. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ივანიშვილს ეშინია საზოგადოებრივი ერთიანობის. მან ერთი შეცდომა იყო საზოგადოების მხრიდან დაშვებული. უამრავი ადამიანი იყო იმ პერიოდში, სავსე იყო რუსთაველი გამოსული, უბრალოდ არ ყავდათ კონკრეტული ლიდერი არ იყო გამოკვეთილი, არ იყო აქციის საორგანიზაციო ჯგუფი, არ იყო კონკრეტული მოწოდებები თუ მიმართვები თუ გეგმები თუ სტრატეგიები თუ ასე შემდეგ. იყო ადამიანები შეიკრიბებოდნენ, იყო მდუმარი აქცია პირდაპირ მნიშვნელობით, ხვდებით? და მე ცალკეული ჯგუფები იქ მე არ გამოურიცხავდა და არწმუნებულიცავ რომ მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან პროვოცირებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები იწყებდნენ ან რაღაცის როლას, ან შეურაცხყოფას და ქმნიდნენ შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეწყო აქციის დაშლა. და აქციის დაშლა ეს არ იყო აქციის დაშლა ცუდი ტერმინი არის, იურიდიული ტერმინი არის საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, ხვდებით? და საზოგადოებრივი წესრიგი ისე უნდა აღადგინო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფომ, რომ ერთი მხრივ დაცული იქნეს სახელმწიფო ინტერესები და მეორე მხრივ დაცული იქნეს მოქალაქეთა მშვიდობიან ფორმაში გამოხატვის უფლება, მათი ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება. არც ერთი ნორმა არ იყო დაცული, ყველა ნორმა დარღვეული იყო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, BBC-ც რომ არ იყოს და არაფერი რო არ იყოს, ხვდებით? იმდენი ფაქტი არის მომხდარი, ამ ფაქტების კონსტანტაცია, ამ ფაქტების მოკვლევა, ამ ფაქტების შეჯამება, ერთმანეთთან დაკავშირება მაგით მიეცემა პასუხისგებაში ქართული ოცნება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. კი ბატონო, და ჩვენ ასევე სხვა ამბებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს 21 წლის 5 ივლისი, რა დროსაც პრინციპში დაიწყო პირველი ორგანიზებული ძალადობა ადამიანებზე და ეს იყო ფაქტობრივად პოგრომი ჟურნალისტების წინააღმდეგ. რა დროსაც ისე დაშავდა ლექსო ლაშქარავა, რომ ეს დაშავება მისთვის ფატალური აღმოჩნდა. ამ დღეს უამრავი ჟურნალისტის ცემეს სასტიკად მოექცნენ და იყო პირდაპირი ნადირობა ადამიანებზე, შეუვარდნენ სირცხვილიას ოფისს და მოწოდებები იყო, რომ ამ ადამიანებს ველურად გამკლავებოდნენ. და ველური ძალადობა განახორციელებინათ მათ წინააღმდეგ. მოკლედ უმძიმესი დღე იყო და მათ აქედან დაიწყო ათვლის წერტილი, თუმცა მაშინ სხვა სტრატეგია ჰქონდა ხელისუფლებას. ვიცი რომ მაშინ უწყებაში იყავით და ვიცი რომ გარკვეული ფაქტების მოწმე გახდით და მოდი დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ხა ძალიან საინტერესოა რა დეტალები გახსენდებათ, როდესაც ხდებოდა ამ 5 ივლისის დაგეგმვა. რა აქციას, განსაკუთრებით ესეთ სენსიტიურ აქციებს, როგორიც იყო დაუშვათ LGBT თემის აქცია, ან ასევე შესაძლოა ყოფილიყო განსხვავებული შეხედულების მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია. ამაში რას გულისხმობ? თუ გახსოვთ თქვენ ესეთი ფილმი რო გამოვიდა რაღაცა და ჩვენ ვიცეკვებ და იქ რო იყო ასე თქვათ კინოთეატრებთან შეკრებილი საზოგადოება, იქ იყვნენ როგორც ამ ფილმის ასე თქვათ გამპროტესტებელი ადამიანები, იყვნენ ამისი მხარდამჭერების და ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ესეთი გეგმა, რომელსაც ქვია გაშორიშორების გეგმა. გაშორიშორება რას ნიშნავს? ერთ ლოკაციაზე, ერთი და იგივე ადგილმდებარეობაზე ორი განსხვავებული აქცია, როგორ უნდა განხორციელდეს და
როგორ უნდა ჩატარდეს. ჩვენ ხო საუბრობთ სახელმწიფოზე და არა ჩვენს პირად მოსაზრებებზე. მე დავუშვათ ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს, ვისი რომელს უჭერ მხარს და ასე შემდეგ. მე მაქვს სახელმწიფოს ვალდებულება დავიცვა ყველა მოქალაქის გამოხატვის უფლება. შესაბამისად, ისე უნდა დავგეგმო ღონისძიება და ისე უნდა გავაკეთო ამოცანის მართვა, რომ ორივე მხარეს მიეცეს თავისუფლად თავიანთი სიტყვის გამოხატვის შესაძლებლობა. შესაბამისად ეს LGBT თემის რადგანაც ესეთი მოწყვლადი იყო, საჭიროებდა საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრა, საჭიროებდა ადგილმდებარეობის შეთანხმებას, საჭიროებდა დაახლოებით წინსწრებად, ანუ საორგანიზაციო ჯგუფი იძახდა დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანი შეიძლება მოვიდეს აქციაზე, ანუ მათ მხარდამჭერ აქციაზე, რომ ჩვენ განგვესაზღვრა შესაბამისად რა საშუალებები, რა რაოდენობა, პირობითად პირადი შემადგენლობის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაგვჭირდებოდა. ყოფილა ხოები მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითონ შეუთავაზებია დაუშვათ ან ადგილმდებარეობა ან შეუთავაზებია დრო ან შეუთავაზებია პირობები და ამ პირობებზე ეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრები წამოუყვანია და დაუთანხმებია ხო იმ შემთხვევაში მაშინ პრემიერი იყო ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის განცხადებები რომ თქვენ გაიხსენოთ მაშინ ღარიბაშვილის ჰქონდა ესეთი ასე თქვათ PR კამპანია ნუ გარეჯი საქართველოს მერე ქონდა ეს რაღაცა ოჯახური ღირებულებები და ოჯახური ფასეულობები და ეს რაღაცა ოჯახზე აწყობილი თემა, ხვდებით? შესაბამისად, ანუ პირდაპირ, ანუ მე არ ვიცი ახლა ღარიბაშვილმა ვის დაურეკა თუ ღარიბაშვილმა გასცა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი რომ ამას საჯაროდ იძახის და გამოობს რომ მსგავსი სახის აქციები არ უნდა ჩატარდეს და ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში მაშინ გომელაური რამ შეეწინააღმდეგებოდა? მაგრამ მაინც მოხდა ამ გეგმის ასე თქვა შეთანხმება საორგანიზაციო ჯგუფთან საუბარი და რო ავიტანე გეგმა მინისტრის სოსო ჭელიძის ანუ თქვენ უნდა გაგეკეთებინათ ეს გეგმა დაშორიშორების. ბატონო, კი, ანუ გეგმა ავიტანე, სადაც ესწრებოდა სოსო ჭელიძის კაბინეტში იყო შალვა ბედოიძე, მაშინდელი მინისტრის პირველი მოადგილე, იყო ხარაზიშვილი, იყო ვაჟასირაძე, იყო სულხან თამაზაშვილი, იყო თეიმურაზ კუპატაძე და ანუ ეს გეგმა რო ანუ გეგმა იყო სიტყვაზე რა რაოდენობის ადამიანები სადამდგარიყვნენ, როგორ დამდგარიყვნენ, როგორ ყოფილიყო ჩაკეტვა, ასე შემდეგ, ანუ პირობითად გამოგვიყენებია პრაქტიკაში ავტობუსები ჩაგვიყენებია და ავტობუსების იქით დაგვიყენებია მე ესე თქვა ჯებირები. და ანუ ეს ორი აქცია ყოფილიყო პირობითად რუსთაველზე თუ რუსთაველზე უნდა ჩატარებულიყო და მათ შორის ლოკაციები და შეთანხმებული სად ჩატარდებოდა და ამ დროს შემოვიდა ზარი იმასთან, რა ქვია, ბედოიძესთან, რომელიც პირდაპირ ესაუბრებოდა ჯაღმაიძეს, რომ მაშინ რო ვთქვი, ეს საღლიცინოდ გახადეს და სასაცილოდ და ჯაღმაიძეს კომენტარი ვნახე, თურმე მე ვპლანავდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმებსო და მართლა ესე იყო, ანუ ჯაღმაიძემ აიღო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჯაღმაიძე არის ადამიანი. საპატრიარქოს პრეს-მდივანმა ჯაღმაიძე. ჯაღმაიძე აორგანიზებდა ამ ასე თქვათ ანუ მეორე ჯგუფის აქციებს ჯაღმაიძე აორგანიზებდა, ანუ როგორ აორგანიზებდა, ანუ მარტო ალტინფო არ იყო, ალტინფოსთან ერთად კიდე სხვა ასე თქვათ საზოგადოება იყო და ესენი ვინები იყვნენ? ესენი იყვნენ რაიონში მცხოვრები მოძღვრები, ანუ ეკლესიის წინამძღვრები, რომლებსაც ჩამოყავდათ აქციებზე თავისი მრევლი. და ესაძლებდა ასე თქვა დავალებებს და დაორგანიზებას, რომ რაღაცა გარკვეული X რაოდენობა ჩამოსულიყო აქციაზე, ანუ კონტრ აქციაზე ჩამოსულიყო. და მაშინ უთხრა ჯაღმაიძემ, ანუ შალვა ბედოიძემ გითხრა, რომ ანუ ეს გეგმა არ არის საჭირო, ვინაიდან ანუ თავის თავზე იღებს ჯაღმაიძე, რომ არ მოხდება არანაირი დაპირისპირება, არ მოხდება ამ ადამიანების დარბევა, ცოტას შევაშინებთ, აი ესე იყო რაღაცა, ხო ხტებით რა? ანუ ჯაღმაიძემ ფაქტობრივად მოითხოვა სრული თავისუფლება მოქმედების. რომ მე მიმიშვით ამათთან. სრული თავისუფლება არ ვიცი, ჯაღმაიძემ თავის თავზე აიღო. ანუ ეგრე გამოვიდა, ხო, რომ ჩემ თავზე ვიღებ და მე ვნახეთ რა აიღო თავის თავზე ჯაღმაიძემ, იქ რო ჩვენ პირველად ვნახეთ საქართველოში ასეთი სისასტიკე, რაც იმ დღეს მოხდა, ხო? ეს იყო მართლაც დიდი ძალადობის ტალღის დასაწყისი.
აქ პრობლემა და ტრაგედია იცით რა არის პირველი ის რომ ჯაღმაიძეს შეუძლია მინესის მოადგილეს დაურეკოს და მსგავსი შეთანხმებებში შევიდეს იმიტომ რომ არ აქვს უფლება ეკლესია ჩაერიოს ისევე როგორც სახელმწიფო არ ერევა დღეს იმიტომ რომ ჩვენ ხო სეკულარული სახელმწიფო ვართ და არა ვართ ხო ანუ რელიგია არ მართავს ანუ საპატრიარქო არ მართავს ხელისუფლებას როგორც ხელისუფლება არ ერევა საპატრიარქო შიდა სამზარეულოში არც საპატრიარქო არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო მართვის საკითხებში ეს საპატრიარქოს მოსწონს, ამომრჩევლებს მოსწონს, ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, ამაზე არ არის მოწონება, არ მოწონებაზე, ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოზე, ხდებით? და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე შეასრულოს მისი ფუნქცია მოვალეობა, დაიცვას ყველა ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ეთქვა ჯაღმაიძესთვის, რომ გასაგებია შე რაც გინდა ის ჩაატარე, სადაც გინდა ის ჩაატარე, რამდენი ადამიანის გინდა იმდენი ჩამოიყვანე, მე ჩემი მანდატის ფარგლებში მაინც ვუზრუნველყოფ იმას, რაც მე მევალება და ვალდებულება მაქვს რომ დავიცვა ამ ადამიანების გამოხატვის უფლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი ამას უნდა მე ჩემ ვარაუდს გამოვთქვა, მე მგონი თქვენც არ იყავით ამის მოწმე, მაგრამ ვარაუდი შეიძლება იყოს ესეთი, რომ ჯაღმაიძეს არ დაუჯერებდა ბედოიძე, იქ მანამდე საუბარი რომ არ ქონოდა ღარიბაშვილთან, იმიტომ რომ ეს იყო ფაქტობრივად მაშინ პირდაპირ შედიოდა პირდაპირ ინტერესებში ქართული ოცნების, რომ ასეთი ძალადობრივი სცენები დაედგა და მაშინ იძიეს შური ჟურნალისტებს. ეს ჩემი ვარაუდია. ანუ იცით რა არის, ანუ სადაც ბედოიძესთან შეეძლო დარეკვა, იქ რატო გამოვრიცხავთ, რომ არ დაურეკავდა ან გომელაურს, არ დაურეკავდა ან ღარიბაშვილს, ან არ ვიცი, ანუ ეს უკვე მსჯელობის შეთანხმებული გეგმა იყო, კი ბატონო, ხო. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ის რაოდენობა ჩვენ რაც უნდა გაგვეყვანა ის გეგმა და უშუალოდ ჩვენ რა გეგმითაც უნდა გვემოქმე და გვითხრეს, რომ რაღაცა იქვე სიტყვიერად ასე თქვა დახაზეს და უთხრას რომ ვაჟა შენ ამდენს გამოიყვან სულხან შენ ამდენს აქ დააყენებ და არაფერი არ იქნება გედედეს გვითხრეს რომ თქვენ იქნებით რეზერვში ანუ რეზერვში ნიშნავს იმას რომ ბაზებზე მობილიზებული არის და რეზერვის რამდენიმე ასე თქვა განმარტება არსებობს ჩვენთან შეიძლება და პირობითად სხვადასხვა ლოკაციებზე იყოს ქალაქში მობილიზებული შეიძლება ბაზებზე იყოს და ჩვენ გვითხრეს რომ თქვენ იქნებით რეზერვში და თუ გახდება საჭირო თქვენი დახმარება ამ შემთხვევაში ჩაერთვებით იმ პერიოდში მაშინდელმა დირექტორის მოადგილემ თხოვა რომ გავყოლოდი და გასული ვიყავით ჩვენ ანუ დირექტორის მოადგილის მანქანაში ვიყავი მეც და რაღაცა გარკვეული რაოდენობა მცირე ჯგუფი ყავდა ალექსანდროვის ბაღთან ავტობუსებში და მივიღეთ შეტყობინება რომ გვალი ბაღთან გაეროს ოფისი თუ არ ვწდები თუ სწორად ვიძახი ანუ გაეროს ოფისთან გაეროს რაღაცა ადამიანების ანუ ჯგუფების ასე თქვათ მობილიზება რომლებიც მათ შეიძლება გაეროს ოფისში შესვლა სცადონო და ეს რაღაც უკვე წითელი ხაზი იყო შსს-თვის და ეს ჯგუფი რაც იყო გედედეში გადაისროლეს გადაგვიყვანეს ვაკეში რო ვიყავით და იქ რო რაღაცა იქ იყო სხვათა შორის რო ამოიღო თქვენ ძველი კადრები ძალიან დიდი დაპირისპირება იყო რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ მათ შორის მე ძალიან კარგად მახსოვს ეგ დღე ბავშვი ცემეს თუ არ ვთქვი 14 წლის მოზარდს გაეკიდნენ корпуსში ანუ სადა корпуსის ეზოში გაეკიდნენ ბავშვს და ის ადამიანები ყველა დავაკავეთ მაშინ რამდენიმე ადამიანი იყო იქვე მოვიდა მე მეორე ბრძანება რომ სასტრაფოთო ეხლა გადადითო ჭავჭავაძის გამზირზე ევროკავშირის ოფისთან იქ გეგმებავდა თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე რომ თბილისის ვიწრო ქუჩები გადატვირთული თბილისის სატრანსპორტო მოძრაობა და ამხელა ავტობუსებით ან ამხელა კოლონებით ამ რაოდენობის პირადი შემადგენლობის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. აი იქ რო ვიყავით უკვე ჭავჭავაძეზე, აი მაშინ მოვიდა უკვე დამატებითი ასე თქვათ მითითება, რომ სასწრაფოდ გედედეს დახმარება გვჭირდება რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. და რუსთაველზე გედედი აღარ იყო. და სანამ გედედემ და ძირითადი ბაზებიდან ავტობუსებით ჩამოვიდა, ის ფაქტი უკვე მომხდარი იყო და არის იყო სირცხველიას დარბეული იყო თითქმის ყველა ოფისი დარბეული იყო სასტიკად ნაცემი იყო ყველა უკვე ნაცემი იყო ყველა და მათ შორის ყველაზე მეტად ლექსო ლაშქარავა და ანუ კითხვა ესეთია იქ რო ყოფილიყო საჭირო მობილიზება ისეთი როგორიც იყო გაწერილი თავდაპირველი გაწერილი არ მოხდებოდა ანუ შეიძლება ლექსო ლაშქარავა დღეს ცოცხალი ყოფილიყო არც ერთი ადამიანის ცემა არ მოხდებოდა ამას არ დაუშვებდით იმიტომ რომ მოხდებოდა გაშორიშორება მოხდებოდა ჩაკეტვა და მსგავს შემთხვევაში თუ პირობითად ეს ყველაფერი ხა მე ვაკეთებ ამ დასკვნას არის ჯაღმაიძის სინდისზე
და მისი პირადი პასუხისგებლობა მე იმედი მაქვს ეს დღეს დადგება ამ თემაზე. ღარიბაშვილი არ გამორჩეთ. კონკრეტულად ხო, ღარიბაშვილი რასაკვირველია, ღარიბაშვილი იყო მთავარი წამახალისებელი ყველაფრის და დამგეგმავი ლიანად ამ დიდი სურათის, მაგრამ კონკრეტულად ასე ვთქვათ გენერლობა, როდესაც იქ მოისურვა ჯაღმაიძემ და თავის თავზე აიღო და პასუხისგებლობა აიღო და ამას დაემორჩილა შენ გასაქმეთა სამინისტრო, რაც არის დანაშაული ასევე და უფლებამოსილების გადამეტება, ამ შემთხვევაში ყველას დანაშაული უნდა დადგეს. ყველას პასუხისგებლობა უნდა დადგეს. მაგრამ ახან ეს თემა თქვენ გაიხსენეთ, ეს ხო 5-ში იყო. 6-ში იყო კიდევ აქცია, 6-ში საღამოს. რუსთაველზე იდგნენ, ანუ ამ ჯგუფის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ვისაც აქცია უნდა ჩაეტარებინა. და 6-შიც მოვიდნენ ამ ჯაღმაიძის ორგანიზებული, მათ შორის ძალიან ბევრი მამაო იყო, ხდებით? და ჩაკეტილი ჰქონდა, ანუ როგორ იყო, იცი, ორ ფლანგზე იყო ჩაკეტილი. ერთი იყო კინო რუსთაველთან ჰქონდა ცოცხალი ჯაჭვი და მეორე ცოცხალი ჯაჭვი გვეყვენა ქაშვეთის ეკლესიასთან. აი ფურცელაძის ქუჩა არის, არა, ბოდიში. ჭიჭინაძის ქუჩასთან. ეს იყო გადაკეტილი. და ანუ იქით ამ ხარეს, ანუ ესენი იდგნენ რუსთაველზე, ძალიან ცოტა ხალხი იყო, აი და არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 500 ადამიანი იქნებოდა, მეტი არ იქნებოდა რა, რომლებიც იდგნენ. ეს ადამიანები, ანუ ეს კონტრაქციის წარმომადგენლები, იყვნენ ძალიან აგრესიულები. ანუ უმრავლესობა იყო ნასვამ მდგომარეობაში, ანუ ავტობუსებით რო ჩამოიყვანეს, ეთყობა ან გზაში დაალევინეს, ან მერესვავდნენ, ან ასე შემდეგ, ანუ აი ალკოჰოლის უნი ასდიოდათ უმრავლესობას. და ეს მამაოები, ანუ ეს საეკლესიო მის წარმომადგენლები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამ ადამიანებს, ანუ ესე ვთქვათ, ერთგვარი გამქეზებლები იყვნენ. იმიტომ რომ იმ პერიოდში მაშინ მახსოვს დეპარტამენტის დირექტორი, რა ქვია, სირაძე იყო მაშინ საპატრულო პოლიციის, შედიოდა დისკუსიაში და მოლაპარაკებებში და სთხოვდა და ეუბნებოდა ამ მამაებს, რომ დააწყნარე ეს ადამიანები და იმიტომ თქვენ ხო გისმენენ, თქვენ ხო გიჯერებენ და უთხარით, რომ გაჩერდნენ, რავი, დგანან, აპროტესტონ, აგინონ, იქიდან გინება, აქიდან გინება, რაღაც ცირკი იყო მოკლედ რა. და ანუ პირდაპირ ირღვეოდა, ანუ პირდაპირ ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, უფლება კი არა, ვალდებულება, რომ ის აქცია, ანუ იქით აქცია ძალადობრივი იყო, ხდები და დაეშალა, ან დაეკავებინა. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს არ აკეთებდა, ერთი პირი არ დაუკავებია. როცა შეეძლოთ, რომ დაეკავებინათ ის ადამიანები, ანუ ამათ არ ბევდა, ამათ ასე ვთქვათ, აკავებ იმ შემთხვევაში, როცა შენ გაწყობს, ანუ აქ საუბრობ მე, აი თუნდაც 28 ნოემბრის აქციაზე, რომლებიც აპროტესტებენ ევროპული მომავალის დაკარგვას და იქით ამ ხარეს, რომლებსაც იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, იმათზე ეს კანონი არ ვრცელდება და არ მოქმედებს და გადაწყვეტილება მიიღეს მერე ავტობუსებით გაგვეყვანა ის ადამიანები, ასე ვთქვათ, რომლებიც იდგნენ პარლამენტის კიბეებთან და გავიყვანეთ ინგოროყას ქუჩაზე. მაშინ როდესაც ის აგრესიული ბრბო უნდა დაგეკავოს. აგრესიული ბრბო უნდა გაგვეყვანა ჩვენ, იმიტომ რომ ის არ იყო აგრესიული, ის აქცია აგრესიული იყო მეორე და შესაბამისად, ანუ ვალდებულებაც პასუხისგან, ანუ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ანუ რა არის, რომ ჩვენ ხო სახელმწიფო უნდა როდესმე სახელმწიფო თქო უნდა შევდგეთ, ანუ აქ არ არის საუბარი მე და თქვენი პირადი მოსაზრებები, აქ არის საუბარი სახელმწიფოს ინსტიტუციურად სწორად გადადგმული ნაბიჯები და სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოთ ვერ ჩამოუყალიბდებით. მაშინ ეს იქნება ჩვეულებრივი კადიროვის ბანკფორმირება, რომელსაც დღეს ესი აწყობს და ესი აკეთებს, ხვალე ისი აწყობს და ისი აკეთებს, რა ვიცი, ვინმე არ მოეწონება და გაიტაცებენ და ვერც მკვდარს იპოვიან და ვერც ცოცხალს, ვიღაცის რაღაცა პოსტი არ მოსწონს და სამსახურიდან გააგდებენ, ვიღაცის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხდებით, ანუ ეს პროცესებში მთლიანად ინსტიტუტები არის ჩართული, სახელმწიფო ინსტიტუტები და ამას ხელს უწყობენ და ამას თან სამწუხაროდ ჩვეულებრივი საზოგადოება და ჩვეულებრივი მოქალაქეები ამას აპრავებენ და ეს გონიათ ნორმა, ხდებით და ეს არ არის ნორმა, ხდებით, ანუ ამ შემთხვევაში პირობითად იმ ადამიანებს თუ ერჩიან, ხვალე შენს მიმართაც გამოიყენებენ იმ აგრესიას, იმ ზიზღს და იმ ძალადობას, რასაც ნებისმიერი ადამიანი რა დააკავებს. რავი, ხვალე ჯაღმაიძეს რომ მოუნდეს აქციის დაორგანიზება ნებისმიერ რაღაცის მიმართ, რა ვერ დაორგანიზებს, არ გალახავენ, არ ცემენ, ანუ არ დაარბევენ და არბევენ. ხდებით, მაგრამ მე რაღაც ტელევიზია იქნება, კიდე ერთხელ ვიძახით და საერთაშორისო ვერაფერს ვეღარ გააკეთებს ის ადამიანი. აი იმ ადამიანამდე რომ მივა, აი ეს ასე თქვათ უსამართლობა და ეს უსამართლობა რომ მას შეეხება, ის უკვე უძლური იქნება, ვერაფერს ვეღარ გააკეთებს სამწუხაროდ. კი ბატონო, ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და შეძლებს და გვარად გავეცით ყველა კითხვას პასუხი. მათ შორის რაც თქვენს მიმართ არსებობს და ჩემი აზრით ეს უფრო საინტერესო ინტერვიუა, ვიდრე
წინა ინტერვიუ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. იმედი ახლა უფრო ხშირად გამოჩნდებით და ვისაუბრებთ კიდევ სხვა თემებზეც მომავალში. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პლატფორმას მხარი დაუჭიროთ, გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტები, დააკომენტაროთ, გადააზიაროთ. ეს ძალიან დაგვეხმარება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გემშვიდობებით.